მოგესალმებით. საქართველოშიც დაუწესებიათ დღეები რაღაც დედის, მამის, ბაბუის და ბების. ხო რაღაც შეუცვლიათ ხეს დღეები გადაუღიათ დასავლეთიდან, ხო? 3 მარტი დედების დღე არისო და რა მნიშვნელობა აქვს მაგას რა თაყვანისმცემლობა რო არის როგორ ეტყობათ. რა შოში არის კომერციას უკავშირდება ხო მაგ დროს აქ მაგალითად დასავლეთში მაგ დროს იყიდება რაღაცები მიიტანო უნდა დღეა რო არის უნდა აღნიშნო მატერიალური რაღაცას სჭირდება მაგას საჩუქრები და შედის ეს თანხები და ტაქსაციები და მთავრობა იღებს და აი ეს რა შოში არის დედის დღე, მამის დღე, ბაბუის დღე საერთოდ ეს დღეები სადა რო არ ფიქსირდება ბიბლიაში სოციალური დღეები ახლა წელს რომ უყურებთ მას გაფსრენ ეს ხო დაწესებული არის მთავრობის მიერ და თავიანთ სასარგებლოდ თუ უქმედ გამოაცხადებენ და ეს კომერციას უკავშირდება ვაჭრობას ხო მაგდროს ყვავილებიდან დაწყებული ყველაფერი ასე თუ ისე მაშინ იყიდება და აღნიშნო ეგა და სამლოჯამში თანხები შედის ხო და თან თაყვანისმცემლობა არის ახლა რა შუაში არის დედის დღე მამის დღე ვინც დედა არ არის იმისთვის ცალკე არის ქალთა დღე რა ვიცი ეს ვერა და ვერ მოვიშორეთ თავი რამდენი დღეებია საქართველოში ჯერ რელიგიური რამდენი დღეებია აგერ სოციალური დღეებიც არის და ხალხი არის გაბაწყული მაგაში და დაკავებული არიან აი ყიდე გაყიდე აჩუქე და ცნაურია ესე რა ძალიან სატანური გახდა პლანეტა ძალიან სატანურია რა ვიცი ადამიანის გულს მაინც ვერ მოიგებ რა ამით იცი გინდა ყვავილია ჩუქე გინდა მაინც წაგეჩხუბება დაივიწყებს მეორე დღეს იცი ვერ მოიგება ცოდვილი ბუნების არის ადამიანი და ვერაფრით ვერ ასიამოვნებ მაინც გამოიყენებს მოწინააღმდეგე სატანა ამას დასაპირისპირებლად რა იმ ადამიანის მიმართ ვინც ცოტა ამ გზას დაადგა ესე თუ დააკვირდებით თუ თქვენი გაჯანსაღება იწყება ფსიქოლოგიური თქვათ მორალური იმავე წუთში თავდასხმა გარანტირება არავის არ მოსწონს კარგი ადამიანი რა თუ დააკვირდებით ოჯახშიც არ მოსწონს არავის მე მყავდა ძალიან ესეთი კარგი ნაცნობი როგორც კი მისი მეუღლე ოჯახის კაცი იყო ისი და წარმატებული ბიზნესი ჰქონდა პეტერბურგში რო ვიყავი წარმატებული იყო როგორც კი მე გამიცნო ჩვენ შევედით კონტაქტში საუბრები იგი მისდევდა მარიხუანას ამ პარალელზე ხო იყო კაი ბიზნესი საქმოსანი იყო მაგრამ ამ საძმაკაცოში ვერ ტოვებდა ამ მარიხუანას ეწეოდა მე ძმაკაცებს უსწორებდა ათესავებს გადაყოლილი იყო ჩემი გაცნობის მერე მან ნელ-ნელა რაღაცა მე არაფერი არ მithქვია მაგრამ ხო აკვირდება ადამიანს უსმენს და რაც კარგია იმას იღებს გადააგდო ეს მარიხუანა დაიწყო ვარჯიში დავრბოდით ერთად ბაღში შერჩეული ქონდა დილის 6 საათზე ხო შემდეგ და არც ასმელს მოვიკე მაგრამ ვარი უთხრა ამასაც ნელ-ნელა ნათესავებს იცით როგორ ნათესავებს წურბელა ნათესავებს თორე ნათესავები კაი სიტყვა არის წურბელა ნათესავებს ჩამოშორდა ისინი ხო იცი წურბელები არ გეშვებიან აუ რას ცოლი პირველ რიგში ცოლი გადაუდრა ცოლი რომელიც როგორ არ მოეწონა და პირდაპირ ცოლმა მითხრა მინ ჩემნე ისე ძველი კაცი იყოს წამალი გაიკეთოს ის როცა საუბრობდით აი ესეთ რამე წამოწთა ცოლს და ამან კი არ გაუხარდა ცოლს რომ ეს კარგი ადამიანი ხდება უკვე რა ნელ-ნელა ოჯახის კაცი უკვე და ოჯახში ზედმეტ დროს ქუჩაში აღარ ატარებს ნელ-ნელა ჩამოშორდა იმ წურბელა ნათესავებს და ამავე დროს ძმაკაცები რომლებიც ძმაკაცები კი არ არის ეს არის გამოგიყენონ და დაიწყო წიგნის ყიდვა წიგნით ბიჭო როგორ არ მოეწონა თავისიანს არ მოეწონა არც შვილებს და არც ცოლს ქმარი ავარიაში მოყვა და ერთად გარდაიცვალნენ ხო ისეც ცოლს ახლა იმდენი გააკეთა ცოლმა ჩვენ ჩამოგვაშორა რა იმდენი გააკეთა მოკლედ ნელ-ნელა ეგ აღიზიან და არ დამალაპარაკებდა მე რო აქედან ურეკავდი მე რო დავშორდი პეტერბურგიდან ხო და აი არიან ეგეთი ადამიანები იცი მე გავოცდი ხო მე დავფიქრდი ამ საკითხს ესე იგი კი არ გაუხარდა ცოლს რომ ეს უკეთესობის გზას დაადგა ხო არიან ეგეთი ადამიანებიც ამას კი არ ვიძახო ყველა ესეთია მაგრამ არიან ესეთი ადამიანებიც თუ რომ და ეს პირადად მე რომ არ მწოდნოდა და არ ეთქვა პირადად იმ ხალხს ჩემთვის მე ნამდვილად არ დავიჯერებდი ძნელი დასაჯერებელია რომ ცოლს ენატრებოდეს ძველი ქმარი რომელია აი მარიხუანასაც ეწევა თუნდაც წამალიც გაიგა ამაზედაც თვალებს ხვიჭავს ოღონდ
შემომტანი იყოს, ფული მოიტანოს, წარმოიდგინეს ჩამაცვას, დრო მატარებინოს. ამან ეს უკვე დაარეგულირა, ზედმეტით ფულის ფლანგვას თავი დაანება, ჩამოიშორა ცოლის ნათესავები, წურბელები, რომელიც ძალიან მაგრა აწუხებდნენ და ბიზნეს დარტყმაც მიაყენეს, ცოლის ძმამ და ასე შემდეგ. და დაადგა გაკეთილშობილების გზას, განა კი არ ჩხუბობდა. არა, აი, პატიოსან გზას დაადგა რა, წესიერების ფიზიკური გაგებითაც. აუ, ხო, როგორ შეხვდნენ ამას. და შინაური იქნებია მტრებიო, ხო თქვა ქრისტემ. როგორც კი ამ გზას დაადგებით, გაკეთილშობილების გზას, პირველი არის ახლობელი, რომელიც ამას არ მიიღებს. აუცილებლად ყველა მხრიდან უნდა რომ ჩაგითრიოს. იმიტომ რომ ის არ გადამოდის შემხარეზე. იმიტომ რომ ეს უკეთესია, ხო? ხო, ნელ-ნელა შემოდი, ხო არ გეჩხუბები, კაცო, გახდი რა უკეთესი, ზედმეტი ფული არ გადავყაროთ. არ გინდა ეს თუ გაუთევებლად იყიდე, დამასიეს ნათესავები, ხო, დავიღალე რა. ხო, იმის მაგრად რო აყოლოდა ცოლშვილი ამ საქმეში, როგორც რაღაცა როგორ გითხრათ, აი გამოძალვის საშუალება რა, რა წავართვათ ქმარს, ესე იგი, როგორ გამოვიყენოთ, გამოსაყენებელი საშუალება რო ქმარია უკვე იქ ცოლქრომოზე აღარ ვილაპარაკოთ რა. და ეს მაცხოვარს რო არ თქვა, გაგვიჭირდებოდა ამის საიცით მიღება. თქვა რომ მართლაც ნებისმიერ დროს შეიძლება 1-20 წელი კარგად იყო ან 10 წელი და მაინც აფეთქდება. აი ასაკში რო შევხვალთ იქ მოხდება დაშორება. მანამდე რაღაც გარკვეული რაღაც გარემოებები აიძულებს ერთად ყოფნას, აქ ფიზიოლოგია ჩართული. შეიძლება გიყენებს ქმარს როგორც სექსუალურ რაღაც პიროვნებას. თუ ამით არის დაკავშირებული და დროთა ვითარებაში ეს ვნებები ჩაცხრა, უკვე გაუცხოება იწყება და წინა პლანზე ფსიქიკა გამოდის. ფსიქიკა უკვე ისე არის გააღიზიანებული, რომ უკვე აუტანელები ხდებიან ასაკში ცოლი და ქმარი და ბევრი განქორწინების მიზეზი, ბევრი აი ამ მიზეზით ხდება განქორწინება. ხო, რა რთულია რა ადამიანთან ცხოვრება რა. ჯოჯოხეთი ეს სხვა არისო, სარტრიმ თქვა ერთ თავის პიესაში, მე მგონი ბუზები ქვია, ხო, ბუზები პიესა არის ესეთი. ანუ ორფეოსი ჯოჯოხეთი შეშვება, მაგას პიესები აქ ძალიან კარგი და ერთ-ერთი პიესის ავტორი იძახის, ჯოჯოხეთი ეს სხვა არის. სარტრი ათეისტი იყო. და ათეისტისთვის ადამიანია ცენტრში და ადამიანი თავის ეგზისტენციას, არსებობას უნდა სრულყოფდეს და როდესაც სრულყოფილებისკენ მიდის ადამიანი, უკვე სხვა არასრულყოფილებისკენ რო რჩება, ჯოჯოხეთია. აი ამ გაგებით თქვა სარტმა, ჯოჯოხეთი ეს სხვა არის. ეს ეკუთვნის იმ ადამიანს, ვინც მუშაობს თავის თავზე, ვინც გააშენებს თავის შეხედულებას და თუ არ აყვა მას მეორე ადამიანი, ის რა თქმა უნდა ჯოჯოხეთად იქცევა. თუ მიუხედავად იმისა, რომ სარტრი ათეისტი იყო, ესე იგი სამყაროში ღმერთის არსებობას უარყოფდა. კაცია და გუნება სამაგიეროდ ჰუმანიზმის ძლიერი წარმომადგენელი იყო და ეგზისტენციალიზმი როგორც ჰუმანიზმის ერთ-ერთი ძლიერი თეორია ლათინური სიტყვა არსებობას რო ნიშნავს. ამის ფრანგული ფრთის წარმომადგენელი იყო ამ მიმდინარეობის და მისი ინტელექტი საკითხს ამუშავებდა. ადამიანი როგორ გაახდეს სრულყოფილი თავის ძალებში. ღმერთს მოწყვეტილი და ეს კი აბსურდი არის, არ გამოვეეგა. ეგზისტენციალური ფილოსოფიით ადამიანები კეთილშობილებას ვერ მიაღწევენ. შეიძლება ერთი და ორმა გააკეთოს ეს, მაგრამ შენ ხო სასწაულს ვერ მოახდენ. აბა ახლა ქრისტე მაშინ შემცდა რა. რაღაც საჭირო იყო ჯვარზე გაკვრა და ცოდვილი ბუნების გამოსყიდვა. თუ ადამიანს შეუძლია თავისი ძალებით გაკეთილშობილდეს. კი, არიან ადამიანები, იმიტომ რომ ადამიანი ღმერთის შექმნილია და მაშინ მოიპოვება ის ძალები, რომ აღმოაჩინოს ირგვლივ ჯოჯოხეთი და განუდგეს. მაგრამ თუ ამაზე გაჩერდა და ღმერთი არ შემოუშვა, იგი გადარჩენილი არ იქნება. კი არის კარგი ადამიანი სოციუმისთვის, მაგრამ სხვები რო გიტევენ. ამიტომ საჭირო არის ჩარევა და ცოდვილი ბუნება, რომელიც ყველა ადამიანში არის ეს ბუნება და ეს საერთო უნივერსალური კატეგორია არის ცოდვილობა. ესე იგი ღმერთს დაშორება და ადამიანში ყველა ვწოდეთ და ადამიანში ყველა გამრავლდა და ქრისტეში თუ არ შევიდა ეს გაგება და ქრისტეში ახალი ადამიანი თუ არ დაიბადა, მაშინ ყველა რჩება ცოდვილი ადამიანი და ცოდვილი ადამიანის დარეგულირება ხდება კანონებით.
და სახელმწიფო სწორედ ამას აკეთებს, სახელმწიფოში შეგროვილი ადამიანები, რომლებიც არჩეული არიან სხვადასხვა საშუალებებით, თუ ეს დემოკრატია, თუ დიქტატურაა და თუ რაღაცა მონარქია და იმათი მოვალეობა ცოდვილი ადამიანების შეჩერება მკაცრი კანონებით, მითითებებით და სასჯელებით. მაგრამ არა მაინც ადამიანები მაინც არ ექვემდებარებიან კანონს და კანონის ავლით იწყებენ ცხოვრებას. ხედავთ, გამტყუნებული არის ეს ადამიანური მიდგომა ქვეყნის გაჯანსაღების საკითხში. ვერ გავაჯანსაღებთ ვერ, აი ჩვენ ვცხოვრობთ დასავლეთში, სადაც კანონებით ემართება ქვეყანა. მაგრამ იგივე ამ დასავლეთში, ხო, და საერთოდ სახელმწიფოში, მაინც არის კრიმინალები ბევრი და ციხეები და მკვლელობები და რა ვიცი, გაუპატიურებები, ათასი ჯურის სისულე, ოჯახური ტრაგედიები, ცემატყება და რაშია საქმე? არც კანონი იმაშება ადამიანს აჩერებს. ნუ თლათ ანარქიას ჯობია ეს სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს საზოგადოება, ხო? ის მაშინ ბელადი უნდა იყოს და ბელადის ხუშტურზე უნდა იარო და ახლა ტერიტორია, სადაც დასახლებულია ხალხი, იქ რაღაცა შეთანხმებას მიაღწევენ და აირჩევენ რაღაც ჯგუფს და დაარქმევენ მმართველ წრეს ორგანიზაციას, რომ კარგი ორგანიზატორი იყოს და მეტნაკლებად სამუშაო პირობების შექმნას და ადამიანებმა წყნარად იცხოვრონ. ეს მოცემულობაა დედამიწაზე და ეს არის სახელმწიფო და იდეალური სახელმწიფო დედამიწაზე არ არის. აგერ ხო ხედავ ორი სახელმწიფო 3 წელიწადი ერთმანეთს ეომება. იხოცება ახალგაზრდები. ხო, იყო 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეეწერა ამ სისულელეს. ისე რომ არც არაფერი არ უგრძნიათ, არც უცხო ცხოვრებაც კი არ გაუვლიათ. 18-20 წლის ბიჭები, აბა მიდი ახლა და გადი და გასკდება ბომბი და მოხდება ლითონის დამსხვრევები და დაილეწები. თუ იმ წუთში მოხდი კიდე ტანჯვას აირიდებდა. თუ არ მოხდი და ფეხები დაგეჭრა და ხელები დამთავრებულია შენი ცხოვრება იქნები ტანჯვაში ბოლომდე. ხო, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანს ნაკლები ყურადღება აქვს, ხო? ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. აი ეს სირთულეებზე მიგვითითებდა ადამიანურ სირთულეებზე ღმერთი. ჩვენ ახირებული კი არა ვართ. ჩვენში იგულისხმება 2000 წელზე მეტი ადამიანები, რომლებიც ეს ჭეშმარიტება რეალობად აღიქვეს და ნამდვილად ესია. და აი 2000 წელია ქრისტეს აღდგომის მერე, ხო? და ქრისტიანი საზოგადოება ყალიბდება არაქრისტიანულ დედამიწაზე. და ამას ქვია ეკლესია, რომელიც დაფარული იყო ძველ აღთქმაში. მაგრამ იყო მან ყველანაირი მინიშნებები, მაგალითად ესხატოლოგიური წიგნი, მარტო აპოკალიფსი კი არ არის. ესხატოლოგია სწავლობს სამყაროს დასასრულს, საბოლოო სურათებს წარმოგვიდგენს. ეს ხო და ასეთი ესხატოლოგიური წიგნი ისაია არის და მე არის ზაქარია. აი ეს ორი ძველ აღთქმაში ესხატოლოგიური წიგნია. ყველაზე მეტი მაინც ისაიასთან არის. რა არის გახწერილი? არის პირველი და მეორე მისია ქრისტეს მოსვლისა, პირველი და მეორე, ასევე ზაქარია. სიტყვით შესულდა ქრისტეში. აი რასაც ჩვენ ხვდებით ზაქარიას მე-9 თავი არის, მე-11, მე-12 თავი ზაქარიას შეგიძლიათ ეს წაიკითხოთ და მე მისი ციტირება ახალ აღთქმაში იცით ეგ თქვენ. სიტყვით, ასევე მალაქიასთან არის. მალაქია ბოლო წინასწარმეტყველია. ეს არის ანგიასთან და ზაქარიასთან ერთად. მალაქია არის 3 ეს წინასწარმეტყველი არის ბაბილონის ტყვეობის შემდგომი წინასწარმეტყველები, რომ ბრუნდებიან ბაბილონიდან, გარკვეული ჯგუფი ისრაელი ერისა და იწყება ტაძრის მშენებლობა, ქალაქის და კედლების. ზორობაბელი ჩაუდგება სათავეში ამ მოვლენას 70 წლის შემდეგ და 3-ვე ეტაპად, როგორც მოხდა დეპორტაცია ადგილიდან თავიანთი მამულიდან, ხო, მე ხდება ამის რეპატრიაცია 70 წელს. მე 3-ვე ეტაპად და პირველი იყო სწორედ ზორობაბელის ხელმძღვანელობით მერე ეზრა და ნეემია. და უცნაურია, ხო? 3 ეტაპად მოხდა გასახლება. პირველად მოხდა 606 ძველი წელთაღრიცხვით. მაგ იმაში მოყვა დანიელის ახალგაზრდა ჭაბუკით 16 წლისები იქნებოდა, მე მგონი 17 ესე ბაბილონის კარზე. მერე 60 წლის განმავლობაში 586 წელი გულისხმობა ძველი წელთაღრიცხვა და 606 წელი ძველი წელთაღრიცხვა 20 წელია. 60 წლის განმავლობაში 3 ჯერ მოხდა 3 ტალღა იყო გასახლებისა და მე-3 ტალღა 586-ს მთლიანად გაანადგურეს და დაანგრეს და დაადუღებს იერუსალიმი. და
ეს გაგრძელდა 70 წელი. 10 ლარის 606 წლიდან 536 წლამდე ძველი წელთაღრიცხვი. ეს არის 70 წელი. და ამ პერიოდში ისინი იმყოფებიან თანდათანობით ბაბილონის ტყვეობაში და იქაც რა თქმა უნდა ეზეკიელი ვიცით ჩვენ და დანიელი არიან წინასწარმეტყველები. და რომ მოდიან ბაბილონის შემდგომი წინასწარმეტყველები არიან ეს სამი: ანგია, ზაქარია, მალაქია. ну ეგრეთ წოდებული მცირე ზაქარია უფრო მოცულობისია ვიდრე ანგია ყველაზე მოკლე და ასევე მალაქია 4 თავია. მაგრამ ძალიან აქტუალური არის დღევანდელობისთვისაც, მაგრამ ამას ყურადღებას კი არ აქცევს არავინ. და ამ 12 მცირე წინასწარმეტყველებიდან მცირე ნაშრომების გამოქვია 9 წინასწარმეტყველებს ბაბილონის დაქცევამდე, ბაბილონში გადასახლებამდე. ხო, ისაიადან მოყოლებული ირემია, ეზეკიელი და ასე შემდეგ. ხო, ეს 9 მცირე წინასწარმეტყველი, ესე იგი 12 ხო არის 9 არის სამხრეთ და ჩრდილო სამეფოს წინასწარმეტყველი წამოყენებული და ამასაც თავისი როლი და დატვირთვა აქვს ბიბლიაში. რატომ მოხდა ასეთი ახალი იმის შექმნა წინასწარმეტყველების, როცა ხო არის კაცო ლევიტელები და არის სამღვდელო მსახურება და აარონის მთელი ხაზი ეგ არის, ხო? უნდა იყო მაგის ღვთისმსახური, ხო? ლევიტელიანელები, ესე იგი ლევიტელები, იაკობის შვილი. რატომ მოხდა ესე? იმიტომ რომ ესენი აღარ ეწეოდნენ ღვთისმსახურებას და აღარ ასრულებდნენ იმ მითითებით, ყველ შეწირვებს აღარ ახდენდნენ ღმერთის მითითებით და ცხვარს როცა მიყავდათ, ბრმა ცხვარს შესწირავდნენ. ეს კიდე არ შეიძლებოდა ფიქრობდნენ ასე, რა მოხდა მე ბრმა არის, ხორცი იჭმევა, ფეხით დადის, თავიც მე ბრმა როა. ხვდებით და ნელ-ნელა დაიწყეს ზურგის შექცევა. ვითომ მსახურებას ეწეოდნენ, მაგრამ ეს უკვე ღმერთის მითითებით კი არ ხდებოდა ადამიანების გარკვეული წარმოდგენებით და ეგ კიდე ღმერთისთვის ეს ითვლება როგორც გარკვეული ცოდვა, ხო? გამოვლენ. აი ამის გამო ისინი დაისაჯნენ. მაგრამ აღთქმა დადებული რომ ქონდა ღმერთს, ხო არ მიატოვებდა ამას და ნახეთ როგორი უცნაურობა არის, რომ მართალია დამოუკიდებლობა დაკარგეს 586 წელი ძველი წელთაღრიცხვით და ეს გააგრძელდა ახალი წელთაღრიცხვის 1948 წლამდე. ნახეთ რამდენი ხანი. თითქმის 2500 წელი. 2500 წელი ისრაელერს დამოუკიდებლობა აღარ ჰქონდა და 2500 წელი რომელი ქვეყანას სახელმწიფო იცით თქვენ დაუკარგია დამოუკიდებლობა და აღდგენილა. მარტო ბიბლიის გვევნება იზრაელიერია. ჯერ მარტო ამერით მიხვდება ადამიანი ამის ისტორიას რომ შეისწავლის რომ ღმერთი ნამდვილად არის სხვადასხვა თავი დავანებოთ. და როცა ადამიანი ამ წიგნს ესე უყურებს ეს ებრაელების ისტორია და ჩემი არ არის და ნაციონალური ეს სატანა აკეთებს ამას. ეს არ არის ერთი ერის საკითხავი წიგნი. ეს საყოველთაო არის ღმერთი რომ ირჩევს ადამიანს, იმიტომ კი არ ირჩევს რომ განსაკუთრებული ესეთი პიროვნება არის. არა, არჩე დავალება მისცა, გაეტანა ეგ ყველასთვის და ისრაელერმა ეს არ გააკეთა. ამიტომ ისჯებოდა და არა მარტო სხვებს კი არ გაუტანეს ამა თვითონაც კი თავის შიგნით დაამახინჯა თანდათან ზურგი აქცია. ახლა ღმერთის გეგმას ხო ვერ შეუშლიდნენ ესენი ხელს. ღმერთს მაინც ის გეგმა რაც ჰქონდა სამყაროს შექმნამდე გამოსყიდის გეგმა მაინც შესრულდა ქრისტეში. ამ მხრივ საინტერესო არის ღმერთის ისტორია და კაცობრიობის ისტორია ამ წიგნზე დაყრდნობით. და როცა რწმენაზეა ლაპარაკი, თუ რწმენის წყარო არ არის ახალწელი, მაშინ ჩვენი რწმენა არაფერ არ განსხვავდება კაენისა და წარმართებისაგან და 1000 ახლა მორწმუნე დადის ახლა მუსულმანების მორწმუნეები არიან ინდუსების და რა ვიცი სახელმწიფო არ ვიცი მე რომ რაღაცა რელიგია არ ქონდეს ხო? არა, ერთადერთი არის სწორი, არ შეიძლება იყოს ღმერთების გუნდი. ხო, არ შეიძლება იყოს პოლითეიზმი, მრავალი ღმერთი. ყველა მოვლენას თავისი ღმერთი ყავდეს, ყველა ერთ თავისი ღმერთი. ეს არაფრით არ შეიძლება ბიბლია ამას არ ადავს, არის ერთადერთი. ეს შეიგნო სპარსეთის მეფემაც, ეს შეიგნო ბაბილონის მეფემაც, ამას გადმოგცემს უკვე ჩვენ შესაბამისი წიგნები ბიბლიაში, აი რომ ვსწავლობთ ეზრა, ნეემია. ეზრა კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება იყო, ხო? ამას ფსალმუნის ავტორიც არის ეს რამოდენიმესი, ასევე პარალიპომენის პირველი და მეორე ეზრა სახელს უკავშირდება. ასევე თვითონ წიგნი ეზრა და ნეემიაც თვითონ პირველ მეორე მესამე პირში რო იმსულის რაღაც ეგ. სამომს უცნაური ტიპი იყო ეს ეზრა.
ხო ეს ლევიტელი იყო ხო ეს მწიგნობარი იყო იმ გაგებით არა მწიგნობრებს რო აკრიტიკებს იესო ქრისტე რომლებიც კითხულობდნენ და არ ასრულებდნენ ეზრა კითხულობდა ასრულებდა და ასწავლიდა და მეორე ტალღა ეზრას ხელმძღვანელობით მოდიოდა უკვე ბაბილონში მე-5 საუკუნის ბოლოს ხო მე-6 საუკუნის ბოლოს მე-5 საუკუნის დასაწყისი ეს ჩვენი ჭკუის სასწავლად როა დაწერილი აქტუალური არის თორე თანამედროვე ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან აქტუალურია, მაგრამ დავიწყებულია. ეს ისეა მიფუჩეჩებული არის და ესეთი ადამიანის მოსაწონი რელიგია დამკვიდრებული და ნაციონალური რაღაც შეფერილობით და ნაციონალური რელიგიებია, ხო? ხო, აი მაგალითად იუდაიზმი ნაციონალურია, მართლმადიდებლობა ნაციონალურია, რუსული, ბერძნული, ქართული. ეს სულთად ნაციონალურია, ძალიან მკვეთრად გამოხატული ნაციონალური რელიგია ქართველებს აქვს, ვიდრე თქვა ბერძნებს, ვიდრე რუსებს. იმათაც აქვს, მაგრამ აი ესეთი ხაზგასმით, რომ ქართველობა და ჩვენი რელიგია და ჩვენა ვართ ერთ-ერთი ისა და ეძებენ გვარებს და აგერ ეხლაც დარეკ ერთმა და თქვა, რომ აი სომეხი არის და ჩვენი პრობლემა არის, რომ ქართველი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთო, რომ სააკაშვილი ქართველი არ ყოფილა, ის სალომე ზურაბიშვილი ქართველი არ ნახეთ როგორ აზროვნებენ. მაგრამ ვინ არის ქართველი თუ იცი? სად მოვძებნოთ ქართველი? ეს ხო პირობითად ვინ არის ქართველი? ესე ბიბლიაში ნაციონალიზმი მე არ არის, არც ებრაელებზეა ლაპარაკი, არც ქართველი, არც მომხრე, არც ინგლისელებზე. იქ არის ცოდვილ დაცემულ ადამიანებზე და ცოდვიდან გამოსული ადამიანები, გამოსყიდული და გამოსყიდებული ადამიანების ისტორია ბიბლია. იქ სად არის ერი კაცო? რანაირად რა ნაციონალობა არ გადამრიოთ? რომელი ნაცია, რატომ ნაცია ადამი რომელი ნაციის წარმომადგენელია? აი მათ ეს არ მიაჩნიათ ჭეშმარიტებად ეს ციგნი. ვერავინ ვერ მეტყვის ადამი რომელი ერის წარხი. შესაბამისად ქართველს არ მოწონს ბიბლია. როცა ასე საკითხს დაუყენებ, აუ რა, ხო ამიხსენი ადამი რომელი ნაციის წარმომადგენელი, რომელი ერის წარმომადგენელია. არავის. შექმნილია ღმერთის მიერ. ეს არის ასეთი გვარი რო ვახსენოთ, ღვთის შვილი. ქართული ღვთის შვილი. ღვთისავარ. იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა. ნამდვილი გვარი თუ გვარზეა ლაპარაკი ხო პირობით არის ღვთის შვილი. ყველა ღვთის შვილები ვართ. თავდაპირველად და რო დაეცნენ, უკვე ცოდვის შვილები ვართ. ხედავთ? ამიტომ ყველა გვარი უნდა იყოს ცოდვის შვილები და გამოვლინებები აქვს სხვადასხვა. და გამოსყიდულები უკვე ღვთის შვილები. ქრისტეს მიერ. ხო, მაგრამ ახლა ეს ხო არავინ არ უყურებს, ხო? სახელმწიფო სხვანაირად უყურებს ამას. ადამი ვერ მეტყვის კიდევ მეორე რაეროვნების არის. ხო და მასში გამრავლებული ადამიანები რაეროვნების იქნებიან. დაცემამდე, ცოდვა დაცემამდე ადამი კარგ მდგომარეობაში იყო. ცოდვის დაცემის შემდეგ გამრავლება რო დაიწყო, ღმერთს დაშორებული ხალხი შემოდის, ცოდვილი ბუნების და ტანჯვებიც ახლავს ამას. ყველანაირი გაგებით. და აი ეს თუ ესე გაგრძელდება მარადიულად, მაშინ ძალიან აბსურდული არის დედამიწაზე ცხოვრება და გამართლებული ადამიანის თვითმკვლელობა. აქ ტანჯვა ჯობია და დავამთავრო რა და არარაობას დაუბრუნდე. ხო არის ადამიანმა რო იკლას თავს გარკვეული არ აქვს მდგომარეობა საწავა. თუ ვაღიარებთ არარაობას, არ ყოფნას, მაშინ ამ ტანჯვა ყოფნას არ ყოფნა მართლა ჯობია. ტანჯვა ყოფნას არ ყოფნა როგორ არ ჯობია, მაგალითად ვინც იტანჯება დაავადებებით 20 წელი, წამლებში, ფსიქიკაც არეული აქვს, სხვაზეა დამოკიდებული. თუ დაარწმუნებ ამას, რომ არარაობიდან მოხვედი და არარაობაში მიდიხარ და აზმოყოში იტანჯები, რა აზრი აქვს ახლა ყოფნას და გამართლებულია თვითმკვლელობა. ხო, ტანჯვა მაინც აღარ გექნება. ბევრი შეიძლება ასე ფიქრობდეს, როცა სიცოცხლის ხელყოფას აწარმოებს. ხო, აი, სხვანაირად თავს რო იკლებს. ბევრი ამ თეორიით იქნება, მაგრამ საკმარისი რამე კითხვები დაუსვა შეიძლება კითხვებმა შეაჩეროს მისი ეს აზრები, ხო? და ქმედებაში არ მოიყვანოს. ეს სამყარო მართალია გაფუჭებული არის, რო უყურებ და ამის გამოსწორებია ადამიანს არ შეუძლია. მართალია მცდელობა არის გამოსწორება ამისი. სახელმწიფოში ადამიანები ვითომ განათლებია, მაგრამ ვერ შეაჩერებს ვერ სიბერე, ვერ სიკვდილი. კი არა, ბიჭო, სიყვარულიც არ არის ქვეყანაში. ხოცავენ, კლავენ ერთმანეთს. სახში ომია, გარეთ ომია, სახელმწიფოში ომია. ყველანაირი ომია, ეკონომიკური ომია, სოციალური ომია, მედია ომია.
ფიზიკური ომია, ხო? აი გაგიჟდებით რა. იყენებენ ყველა საშუალებებს. ადამიანის გასანადგურებლად დაწყებული ენიდან დამთავრებული ფიზიკური სხვა საშუალებებით, როგორც არის ყუმბარები, დანები, თოფები. აი წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება დამეხატოთ, რომ ეს დედამიწა არის ყველაზე საუკეთესო დედამიწა. ვა, იძახიან ხო ადამიანები მაგას, მაგალითად ლაიბნიცი. ხო, ლაიბნიცაც წერე, აი თეოდეციაში უწერია ესეთი ნაშრომი, ეს არის მე-17 საუკუნის გერმანელი იდეალისტი, ხო? ფილოსოფოსი და ყველაზე იმიდან რომ სამყაროს ყველაზე საუკეთესო და აი მასში ეს ყველაზე სასურველი და საუკეთესოა დედამიწა. კაცო, ცოდვადაცემული რომ ამას ვერ ხედავ. რანაირად არის საუკეთესო? ჯერ ერთი არსად არ არის არაფერი გარდა პლანეტისა და დედამიწისა და ეხლა სულ რა შევადაროთ ეგ? ეს იმ შემთხვევაში შეიძლება შევადაროთ ეს პლანეტა სხვა პლანეტას, თუ სხვა პლანეტაზე არის ცხოვრება და იქ ხალხი არის გაგაუბედურებული, დაგვაჯულები. მაგრამ დედამიწის გარდა სიცოცხლე არ არის, არსად. ამიტომ შედარება აბსურდული არის და სავიდან ვიღებთ იმას, რომ ყველაზე საუკეთესო არის აი ეს დედამიწა. სხვანაირად ეს არ შეიძლებოდა. ამას ბიბლია არ გვეუბნება. საუკეთესო იყო დედამიწა მაშინ დასაწყისი, სანამ ადამიანი ღმერთთან იყო და ცოდვა დაცემული არ იყო. აი მაშინ იყო საუკეთესო. და ცოდვა დაცემის შემდეგ დედამიწა და თანდათანობით იბრიცება და ისევე როგორც ადამიანი დაბადებიდან ნელ-ნელა სიბერესკენ მიდის და მისი ფორმაც იცვლება და შესაბამისად მრავლდება და ავადებები, ასეა დედამიწაც. თავდაპირველად ედემის ბაღის პერიოდი ეს არის საუკეთესო და ცოდვა დაცემის შემდეგ დედამიწასაც დაეწყო აი ეს ტერმინი გახრწნა და ეს დამთავრდება მთლიანად ამ ნაგვად ქცეული დედამიწის დაწვით და ერთ-ერთმა კომენტატორმა საწერია დაწვო ამ კომენტარით მიხვდა რომ ამას ბიბლიას საერთოდ საკითხული არ აქვს. თუ წაიკითხავ ეს გაამახვილა ყურადღება ვერაფერს და არც აინტერესებს მოძებნოს. სადა როგორ არ წერია კაცო, ახალისა და ახალი რომ წარეწეროს ესე დაიწვება, ახალისა და ახალი დედამიწა რისთვის ჩდება თუ ეს არის. ესე იგი ეს უვარგისია, ხო? ჯერ მარტო ამ განცხადებითაც მიხვდებით რომ ვქმნი ახალ ცალს და ახალ დედამიწას. ძველი წავი და აღარ არის და ესე იგი დაიწვება, ხო? და სიტყვაც დაწვაც არის. პირველად წყალით გაირეცხა, წარღვნა, წყალით შეიქმნა და იმიტომ წყალი იყო 70% ზემოთ წყალი, ქვემოთ წყალი, ყველგან წყალი. და ამიტომ იყო თალესი ბერძენი ფილოსოფოსი რომ საფუძველს ღმერთის არხეს საკითხში საფუძველში პრინციპში დებს წყალს და არ უწოდებს წყალს ღმერთს უბრალოდ წყლისგან შეიქმნა სამყარო მასალად გამოყენებული არაფრისგან ღმერთის სიტყვით შეიქმნა სამყარო აქამდე ვერ მივიდა თალესი მაგრამ ფიზიკურად რო ხსნეს გულუბრყვილო ფიზიკურად რო ხსნეს ამას აქ რაღაც გარკვეული სისწორეს აქვს ადგილი და რატომ წყალი და ყალიბებს ამას ფრაგმენტების სახით ხო რომ ყველაფერში წყალი არის ხო 70% წყალია ყველაფერი წყალია ხო ყველაფერშია მართლა წყალი ორგანიზმში ჩვენი წყალია თან კიდე საბერძნეთი მოქცეულია სვამ წყლებში და საიდან აიღო მოაზროვნე მეგ ხო სამყაროს ძირში საფუძველიც არის პირველ ელემენტს რო ეძებდნენ ამან თქვა წყალი მეორე თქვა ცეცხლი მესამე თქვა ჰაერი მეხუთე თქვა მიწა ვეთ მაგრამ ეს ყველაფერი არის ქმნილება. არაფერი არისო, იყო ღმერთი. გვეუბნება ბიბლია. თავდაპირველად ღმერთმა ცადა დედამიწა შექმნა. და აი ღმერთის სიტყვა უფრო სწორია. და აი ეს ქმნილება დედამიწა და მაშინ მცხოვრები ყველა საცოცხლო ფორმები არსები განწერულია. ერთი შეხედვით მკვდომა განახლება სახეზე არის. ხო, აღგადაც მცენარეების, ცხოველების, ადამიანების, კაცობრიობის კვდებიან, მოდიან ეს, მაგრამ ინდივიდი მოკვდა და ის არ მონაწილეობს. მაგალითად, მე-6000 წლეულის კაცი ჩვენთან ახლა არ მონაწილეობს. ისრაელის ის ამბები, რომელიც მოთხრობილია ბაბილონის ტყვეობის დროს, არც ერთი არ არის ცოცხალი. მაგრამ თვითონ ეს ხაზი მოდის. დღევანდელი ისრაელი იდენტიფიკაციას ვერ მოახდენს ბაბილონის დროინდელ ისრაელებთან, ან თუნდაც სოლომონის დროით ისრაელებთან. გდავთ, ინდივიდი აღარ არის. ინდივიდია ლაპარაკი ხო? ჩვენ აღარ ვიქნებით, მაგრამ ვიღაცები იქნება. მე ეს ვიღაცები რო იქნება, სულ კი არ იქნებიან. ისინი სწავლენ და ერთ დღეს ეს გვარიც კაცობრიობის გვარი შეწყდება დედამიწაზე და თვითონ სადგომი დედამიწაც უვარგისობის გამო ამასაც აქვს. ენტროპია ამასაც ეხება და ამას კი ვერ ამჩნევენ
ადამიანში კი ხედავენ, რა ის იბერკუტები ეს. რა დედამიწა? ეს დედამიწა დღევანდელი დედამიწა იგივე არის, რაც სამყაროს გაჩენის დროს. ხო, მომსპარია ყველაფერი. გამოშრა, გამოხმა, ყველაფერი წყლები დაბინძურებულია. იშვიათია სადმე მდინარე იყოს ანკარა 100%-იანი. მე მგონი იშვიათია, თუ არის არ ვიცი, რა ვიცი. დაბინძურებულია მდინარე ქალაქში მდინარეები ყველა დაბინძურებულია, თითქმის შავია. ხო, ნევა შავია, აგერ ნიაგარა შავია, როცა ხედავთ ადიხართ, დაბინძურებულია, რას გავს ვენეცია. ხო, რას გავს თბილისში მტკვარი. სულ დაბინძურებულია, ზღვები, გარკვეული დოზით დაბინძურებულია. ოკეანები დიდია, ხო, 176 მილიონი კვადრატული კილომეტრი წყნარი ოკეანე, ფილტრაცია ხდება, მარილოვანი რო არის, მაგრამ დაბინძურებულია, კოსმოსი დაბინძურებულია. უამრავი რაღაცა დადეს კოსმოსში ეს რაკეტები, ხო? დაბინძურებული ანტენებით, იმებით, ამაზე კი არავინ არ ფიქრობს. მოსპოდა გაანადგურა ადამიანმა თავდაპირველი შექმნილი სამყარო კარგი რო იყო ცოდვილი ბუნების გამო და ეს გამოთოფავს ესეთი ტერმინი რო ვიხმარო ადამიანის ესეთი ქმედება გამოთოფავს ამ დედამიწას და ხო წერია წავიდა ძველი მერე ქრისტე იძახის ცადა დედამიწა გადაივლის და ჩემი სიტყვები არ გადაივლისო ზენახე გადაივლის ყველგან არის წერდა იმ ახალგაზრდა არ მიაქცია ყურადღება და კონკრეტულად ჩაწერილი როგორც აღნიშნე მეორე პეტრეს მესამე თავი არის შესაბამისი მუხლები ხო მესამე თავი წაიკითხეთ ცეცხლში დაიწყება და ისაია უშენაც ვახსენეთ ესაც გავიხსენებ ხო 51 თავი ვახსენეთ ხო მაგრამ ადამიანი არ აკვირდება მას არ ჯერა იცით ამას თავი დავანებოდი ჰერაკლიტე თუ აქვს ვინმეს წაკითხული და ჰერაკლიტე რას იძახის ცეცხლი ჩაქრებამზე ხო ისეთ სიძახის თელის და განახლდება ისე ხო აი ეს ფილოსოფოსი იძახის ამას აგერ წერია ბიბლიაში ჩაქრება და განახლდება მაგრამ განახლებული აბსოლუტურად თვისებრივად სხვა არის ახალისა და ახალი დედამიწა და ახალსა და ახალ დედამიწაზე მკვიდრი შეიძლება ძველი იყოს არა ხო იქ უნდა იყოს ახალი ადამიანი ხო და ახალი ადამიანის ქმნილება როგორ იქმნება სიტყვით როგორც სიტყვით შექმნა ღმერთმა ადამი ასევე სიტყვით ქმნის ახალ ადამიანს ქრისტეში მხოლოდ ამისთვის რწმენა საჭირო შენ ეს იწამო და რაღაცა ცვლილებები დაიწყება მხოლოდ თუ არ დაამხმარე საშუალებები არ გამოიყენე როგორც არის საკვები ღვთის სიტყვა ბიბლია ისე შენ ისევ ძველი იმაში იქნები აქ ხომ და გაზარდოს სული ამ საკვების მეშვეობით და საკვები ღვთის სიტყვა არის და ასე იზრდება ადამიანი ამ ძველ სხეულში და აშკარად თვითონ ატყობს ამას ადამიანი ხო და მისთვის არის ეს კარგი თორე სხვებს თავში უკაკუნოთ მაგრამ სხვებისთვის არ არის სხვა შეიძლება ეს გააგებინოთ თუ ისეც სურვილი აქვს მას რომ ეს გაიტანოს საცხარულო ამბავი ახალ ადამიანს გახარებულ სიხარულის ახალი ადამიანი სიხარულის ადამიანია და რო დაელაპარაკებს თუ სიხარულს აფრქვევ ყველაფერში აი რასაც იძახი როგორც იძახი თუნდაც რომ რისხანებს სიხარული ახლავს და ამას ყურადღებას აქცევს პიროვნება და მასზეა დამოკიდებული მიიღოს ეს თუ არა ხო წარმოიდგინეთ როგორ სიხარულს არცელებდნენ პირველ საუკუნეში ეს მოციქულები ქრისტეს მოციქულები რა უცნაურია ხო ახლა ჩვენთან ჩანაწერების სახით არის მოსული სულიწმინდის დახმარებით ეს ბიბლია რო არის მაგრამ იქ ვინც ცხოვრობდა ხო საინტერესო იქნებოდა ხო თანაცხოვრება ასეთ ხალხთან ხო ყოველდღიური საუბარი როგორი საინტერესო იქნებოდა ხო როცა ლექტორი 1 საათს ტკბილად და წყნარად ლაპარაკობს ეს ჩემთვის ეს ვერ შემიმუშავდება ამ ლექტორზე მთლიანი რაღაც სურათი ამისა მე უნდა ყოველდღიურობაში უნდა ვნახო თორე ახლა კათედრაზე რო დაждდება კაცი და მოემზადება და წყნარად ილაპარაკებს თავისუფლება კი არ უნდა შეგოღო ეს მაგარი ტიპი არის აი 24 საათის განმავლობაში როგორი არის ყოველდღიურობაში აი ამიტომ არის საინტერესო ქრისტე ყოველდღიურობაში ხო იცით როგორ იქნებოდა ამას წუნი არ დაედებოდა ასევე მოციქულებიც საინტერესოა ყოველდღიურობაში ერთი არ ვლაპარაკობ და ტკბილად ლაპარაკობ ამას ხო აი თქვა წერილებით შევაფასოთ პავლე არა წერილების ავტორი ჯერ ერთი პავლე არ არის სულიწმინდაა მაგრამ ამ სულიწმინდის რწმენა პავლე რო ქონდა მაინტერესებს მისი ცხოვრების დეტალები რომელიც ჩვენთვის მიგუწვდომელი გაუგებარია იმიტომ რომ ჩვენ სხვა საუკუნეში ვცხოვრობთ ხო და ეს თავარი არ არის მისი ცხოვრებისეული დეტალები
ერწმენეზე არის ძველ აღთქმაში ვხედავთ ადამიანების ცხოვრება ასეთვისე მოწოდებულია და ვერ არის ვერ დაიტრაფუხებს ვერც ერთი პატრიარქი ცხოვრების წესების რაღაცა უნივერსალურობით და რაღაცა უბიწოებით ვერც დავითი ვერც სოლომონი და აი ახალი აღთქმაში უკვე ეს ხალხი უკვე ეს განსაკუთრებით ქრისტიანები უფრო მეტად სულიწმინდით ვინც არის იმიტომ რომ სულიწმინდამ უკვე დაიკავა ადგილი ადამიანში და იგი აფორმებს მუდმივად სულიწმინდა არის მესამე ჰიპოსტაზი ღმერთის მესამე სახეა გამოვლენა ერთი ღმერთისა რომელიც ჩვენთვის გაუგებარ ჩაუწვდომელია როგორ შეიძლება ერთი სამი სახით იყოს და აქაც იყოს იქაც იყოს ყველგან იყოს თან კიდე ჯვარზე გაიკრას და თან კიდე იყოს უცნაურია ხო ჩვენი გონება ამას ვერ წდება უნდა დაიჯერო უნდა მიიღო უნდა მიენდო მე რამეს ვენდობით სახელმწიფოს ენდობა ხალხი რო აირჩევს და რა ვიცი ბოლომდე ენდობიან თუმცა ატყვევს ეს სახელმწიფო და ღმერთს როგორ ვერ ენდობი რასაც იძახის ვერ ხსნით ბევრ რაღაცებს მივენდოთ დავიჯეროთ და ერწმენა სწორედ აქ არის აუცილებელი საშუალება ინსტრუმენტი იმისა რომ ქრისტეში ყველა ადამიანი ცოდვაში დაბადებული ადამიანი ქრისტეში ცოდვისგან თავისუფლდება განახლებული ადამიანად გვევლინება აი ამ დედამიწაზე და ძველი სხეულის გამოცვლას ელოდება. ამიტომ გარდაცვალების მოლოდინში ქრისტიანი არის გახარებული, დარწმუნებულია რომ დასაცმელს გამოიცვლის. და აი ამ რწმენით იყვნენ ქრისტიანები პირველ საუკუნეში პავლე მაგალითად რო ელოდებოდა. აბა ასე ამ დედამიწაზე რა არის გასახარებელი? ნერვებს გიშვის დაწყებული არის ხალხი სიყვარული და ბედნიერების რაღაცა სახით ქორწინდებიან და სულ ემატყებაში ატარებენ ცხოვრებას და ბოლოს განქორწინდებიან. რა იყო სიყვარული რატო გადაიქცა სიძულვილად, მტრობად? ხომ არის ძალიან ბევრი ოჯახები ესე გაუბედურებული. ესე მტერი არის შვილი, მტერი არის ცოლი, მტერი არის ძმა, მტერი არის და რა უბედურება რა არის საჩუქარი ქონება ის არ გაუყიათ თუ ქონება არა რაღაც არ მომწოხარ არ მევასები იცი რა არის არ უყურდება ადამიანი ამას რა დადას ვერ იტანს ძმას ვერ იტანს ბიძაშვილს ვერ იტანს არის ყალბი წარმოდგენები ყალბი ძმაკაცოები ყალბი რაღაცა ჯიგრულობა რო იწყიან აი ჯიგარო რა არა ესე ხარ ამ წუთში ესე ხარ მაგრამ მეორე წუთში რო მდგრადობა არ გვახასიათებს ერთი წუთით ყველა საყვარელია მე განსაკუთრებით ის არის საყვარელი ვინც არ მეხება. ესე იგი გვიყვარს ის ვინც შორს არის. ახლოს საშინელება. ესე იგი შორით სიყვარული უფრო მისაღებია ჩვენ ხომ? შორით რუსთაველი ძაღლი შორითა და აგვა შორითა ალვა და გამიგე შორით სიყვარული ხა. მაგრამ გვავიწყდება ისეც რომ ფალი თვალს რომ მოშორდება გულიც გადასხვაფერდება. ასე რომ ტყუილია შორით სიყვარულიც. თუ ახლოს არ აქვს სიყვარული შორი როგორ გექნება სიყვარული. ესე იგი გამოდის რომ ღმერთის სიყვარული იმიტომ აქ ადამიანებს ვსვედური შორს არის ახლოს რომ მოვიდეს ხო და ახლოს რომ იყო იესო ქრისტე ვის უყვარდა არა ჯვარზე გააკრა ყველამ არა იქ არავინ არ დარჩენა სულ ყველა მიატოვა არ უცნაური ის არის რომ ასეთი პიროვნება ყველამ როგორ მიატოვა ოჯახის წევრებმაც მარტო იყო არავინ არ იყო მასთან სულ ყველამ გაყიდა აბსოლუტურად პეტრემაც კი ხო რომელიც იქვეხნიდა რომ ყველამ რომ მიგატოვოს მე არ მიგატოვებ რა. ეხ ძალიან ის არის მეგობრებო იცი დამასებდიანებელი რა ეს. ხო სულ დამამიწყდა ვახტანგიჩი არ წავიდეს სადანე დაველაპარაკოთ ვახტანგიჩსაც გავჩერდები მე და მე გავაგრძელებ. მოგესალმებით ყველას კიდე ერთხელ ვახტანგიჩი თქვენ დაგითხოვთ მიკროფონს. უღრმესი მადლობა ბატონო ზიკი. ჩვენ მარტო ბიბლიით კი არ ვიფარგლი ზოგი რო იტყვის რომ ეცე რა პოლიტიკა არ მაინტერესებს ხო რა თქვი ამდენი პოლიტიკას და იმასა როგორ ეს ჩვენ გვეხება უშუალოდ ხო ხვალ ახლა ტარიფები შემოდის როგორ არ უნდა დავაფიქსიროთ აზრი და პავლე არ გვეთყოდა ამაზე თქვენ გადახედეთ რამდენი პოლიტიკური ისტორიული მასალებები განხილდოთ ხლა ეზრაც რო ახსენეთ ნეემია ეს რეალური პოლიტიკური მეფეები იყვნენ და მე დავდები ძალიან კაი მუხლები გუშინ არ გამახსენდა მახსოვს როცა ემიგრაციის საქმეზე დავრბოდი ავსტრალიაში და ერთ-ერთი ძალიან ისეთი მომენტი იყო მინისტრს რო შეხვდით. ერთხელ შეხვდით ესეთ იმიგრაციის მინისტრს და ფილი ჯენსენი რო შემოყვა ჩვენ. და სანამდე შევიდოდით იქ მოლოდინში ვიყავი და მან მითხრა ეს იგავების ეს ადგილი და აგერ გავგიზიარეთ კიდევაც ძალიან საინტერესო ადგილია იგავებში. წაგიითხავ თქვენი ნებართვით და არა მარტო ამ მუხლს მეორე მუხლიც რომელიც მოყვება. მეფის გული წყლის ნაკადია უფლის ხელში. საითაც მოისურვებს იქით მიუშვებს.
კაცის ყველა გზა მართებულია მის თვალში, მაგრამ უფალი გულებს წონის. ნახეთ რა მაგარია და მე სიმართლისა და სამართლის ქმნას ხალხზე სასურველი უფლისათვის. ზვიადი თვალები და ამაყი გული უკეთურთა ლამპარი და ცოდვაა. ნახეთ როგორ აქტუალურია ესენი ყველაფერი. და ჩვენ გვავიწყდება ახლა როცა ასეთ საქმეებთან აგვაქვს საქმე, ხო? ღმერთი წარმართავს ამას პროვიდენციულად. როგორ ბიბლიაში არ არის? პირდაპირ გაგებით ისტორიული ფაქტები აღწერილი იქა. და როგორ შენ ჩართული იყო და პავლე ჩართული იქნებოდა ამ მოვლენებში, როგორ სახლეული, ესე იგი კეისარის სახლებთან ქონდა მას კავშირები. და ყველაფერი რაც ხდებოდა მისი როგორ ხალხო მე არ მესმის რომ ადამიანი ცხოვრობდეს ამ დედამიწაზე და ამაში ვერ ერკვევოდეს. ამაში თუ ვერ ერკვევი, ეკონომიკაში ვერ ერკვევი, თუნდაც აი მუსიკა, ხელოვნებაში, აი გუშინაც ფილმების ის იყო, მე არ უყურე ოსკარების იმას რა. საქმის ხურში ხო უნდა ვიყო, ხომე? რა ხდება? აბა ისე რა ვართ რა, ისე მივდივარ და ცხოველებიც ეგრე არიან, ხო? ბრალდებიან. ყველმე რო დაჭდა, აკუტაგოვითომ წაიკითხა. ეხო თქვენი მობაძვით იყო რომ მიხვდა ისისა, თქვენ რო კრიტიკა გაავიწყიეთ. ჯერ თავარი. ხო თარითი დავიწყდი გუში, ბიბლია იყო თავარი და ყოველთვის ეს არის ლაიტმოტივად გაზდევს. მაგრამ მე მოდის უკვე და წვრილმანდები და ბოლოს დავდივართ საერთოდ რა ვიცი, ყველა საკითხს ვიხილავთ ხოლმე, ხო ადამიანთან რაც არის დაკავშირებული. ახლა თქვენ რაც ატყვით, ხო? მე მგონი ბუზეფტშიც აქვს, მაგრამ 9 კლიტულში არის ეგ ნახსენები, რომ ჯოჯოხეთის ხვებია. აი ეს უფრო კარგი განმარტება არის სარტრი რასაც ამბობს. და თქვენ ადრეც გიხსენებიეთ ეგა, რომ ადამიანებს ჩვენ როცა ანგარიშს ვაბარებთ, ზეწოლა რო არის მათი იმებს ვითვალისწინებთ, ეს ჯოჯოხეთად აქცევს ჩვენ ცხოვრებას, თორე ისე ჯოჯოხეთი არ წავსო ის ამბობდა, ხო? რაც არ არის სწორი. და გასაგებია ხა ადამიანური კუთხით დანახული ეგზისტენციალური ადამიანი, მაგრამ ამ დონეზეც არ არის ქართველები, რომ ჩვენ ამაღლებულიყავით და ინდივიდუალური გახსარიყო ჩვენი ელემენტარული ცნობიერება. აი ისე რაც თქვენ კაპკა გვასწავლეთ მე ხოჭოსავით რო იყო ადამიანი ხო და ამაზე ხმას რო ამოიღებ დაგესხმებიან თავზე ჩვენი ოჯახის წევრები ეგრე არ იყო ჩვენ მარტო ის პიროვნება კი არა ბატონო თქვენ რამდენი რამე მოგიყოლეთ დეტალები თქვენი ოჯახი მე რამდენი რამე შემევთხა ხო რამდენი რამე შემიძლია გავიხსენო იმიტომ რომ ეს როცა კოლექტიური აზროვნება კოლექტივით იმართება დაგეთახმებიან აი თქვენთან ხო იმას იზამენ კარგი იცი რამდენჯერ განმიცდია ეხლაც მე ჩავარდება თუ არა საზოგადოებაში უცებ იქიდან უკვე გიწყებენ გახსოვთ პეტრეს რა დაემართა გახსოვთ ხო პავლე რას აღწევს რა მაგარ ნიუანს აღწევს და მას ქვია peer pressure ესე იგი საზოგადოების ზეწოლა აი მაგას ქვია ჩვენთანაც აქაც როცა ლაპარაკი არის ხო ბავშვების გაშვებაზე სკოლაში რაღაცე ერთ-ერთი ძლიერია საზოგადოებრივი წნეხი და ეს არის ხო სატანა ჩვენი ცოდვილი ბუნება ამათ რომ მოვულით საზოგადოება ხო ჩვენი ეს დიდი გოლიათი ხო გვიტევს ჩვენ აი ამასაც ღმერთი გვეუბნება მე გავუნკლავდები ამას უბრალოდ შენ მან უნდა იყო მაგრამ მათი ნაწილი არ უნდა იყო ეს არის ჩვენ რასაც ვიხვეწებით ეხლა ხო თავიდან მიმიჭირდა ამის გამიჯნა იმიტომ ზოგჯერ კონფლიქტში შედიო ხა აგურებით ვერ გავუნკლავდებით ჩვენ ამას შეიძლება სიყვარულით და ნაზად იმიტომ რომ სატანა არის მაგათ უკან ხო შობელი იქნება მეუღლე იქნება არა მარტო ახალგაზრდების ძველგაზრდების შვილებთან პრობლემა ზოგს აქვს ახალგაზრდებს შობლებთან და არიან ჩვენთან შობლები რომელთაც შვილებთან აქვს და შვილებს არ უნდა ამის გაგონება ხო როგორ იცვლება ხოლმე ეს ისინი და ღმერთი კიდე ყველაფერს გვეუბნება აბსოლუტურად ყველგან იგავებში არის კიდე ესეთი ადგილი კაცი თავის გულში გეგმავს გზას ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს ასევე ოცში ადამიანს უფალი წარუმართავს ნაბიჯებს როგორღა გაიგოს კაცმა თავის ზაკვალი ასევე მეთექსოიდაში გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის ენის პასუხი კი უფლისგან მოდის კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში მაგრამ უფალის წონის სულებს აი ამ იმასთან რაც ვილაპარაკეთ ჩვენ რა ქვია ზელენსკისთან დაკავშირებით და ეს მიტინგები რომელმაც დაიკავა დრო ეზრასთანაც ნახე მეშვიდე თავში კურთხეულია უფალი ჩვენი მამების ღმერთი რომელმაც ჩაუდო ეს მეფის გულს ნახეთ მეფის გულს ჩაუდო რათა შეიმკოს უფლის სახლი რომელიც იერუსალიმშია წყალობა მაპოვნია მეფის მისი მრჩევლებისა და მთელი მისი ძლევამოსული მთავრების წინაშე მტკიცედ ვიყავი რადგან უფლის ჩემი ხდის ხელი იყო ჩემზე და შევკრიბე ისრაელის თავარი ჩემთან ერთად რომ ამოსულიყო აი ეს არის რომ ჩვენ იმას კი არ უნდა გავყვეთ ახლა ტრამპი თმებს როგორ ივარცხრის და იმას მე მაინტერესებს ღმერთის ისა ეს კაცი ღმერთმა რატო დააყენა რატო მოაბრუნა აქა ერთია მისი სურვილი იყო რომ ისტორიაში შესულიყო რაღაც მაგრამ ღმერთი რას აკეთებს ამის ხელით ან იმ ახალგაზრდების ხელით გაწელავს ამ პროცესს შეაჩერებს ამ რაღაცა რა ქვია უაზრო პოლიტიკას რა უაზროს პოლიტიკაც არის ლეხვალინსაც გამოვარდა ახლა ხო და არის ერთი ამბავში ხა ლეხვალინსა მე აღარც მეგონა თუ ცოცხალი იყო ხო
ხო და ეს ცნობიერება ახლა რო ვატყობთ, აი რაც ცნობიერებასთან აქვს ჩვენ საქმე, რომელიც საერთოდ აცილებულია რეალობას. და ეს ცნობიერება, რომელიც წმინდა წერილთან მაინც ტრიალებს, ხო? და ტრამპი მოდი თქვათ, რომ მიაბრუნეს რა. იქ ლოცვა იქნება თუ რაღაცა, მე გამიკვირდა, რომ ეს კაცი, რომელიც იყო ძალიან ოდიოზური პიროვნება, არ ქონდა, ბოლო პერიოდში რაღაცა ღმერთმა გამოიყენა. როგორ იყენებს, რანაირად ახლა გულწრფელობას ძალიან ძნელი ამას ვილაპარაკოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ის ხალხი, რომლებიც ბიბლიასთან ახლოს არიან და აი დღესაც იყო რომ თარგმნი იქ იყო რომ ძალიან მაგარი ლობირება ქრისტიანულ მაინც ამ ადვოკატები იქნება თუ კანონმდებლები უწევენ რა ჯერჯერობით აი ამის ანალოგია არ არსებობს კანადაში აი გვერდზე მეზობლები ვართ ხალხო გამიკვირდა რა რომ გადავედი და ჩვეულებრივია ბენზინის გასამართავ იმაში ქალმა რომ მითხრა უფალი ახალგაზრდა შავკანიანი გოგო იყო ესეთი რამე ხლა კანადაში არ არის რა კანადაში ჩვენ მალავთ ხო გითხარით ღირებულები და ფასეულობები რა თქმა უნდა დაფასებულია და აგრძელებ ამ პატიოსნებას მაგრამ თვითონ ქრისტეს სახელი ქრისტიანობის სახელი გაიგეთ ძალიან ისე რა უკუგდებულია და ეს გავლენა არის ახლა მარტო კვებეკის არა ევროპული გავლენა არის აი ავსტრალიაშიც ანალოგიური ცოტათი შეიძლება ავსტრალია განსხვავებულიყოს კანადაზე ცოტათი მაგრამ იქაც ეგრე არის რა და ევროპას აღარ ვლაპარაკობ. ევროპა აქაც როგორც ვთქვით, ძალიან გზასაცდელია და ეხლა როდესაც ჩვენი ემთხვევა ჯაღმაიძისი, პუტინის, თუნდაც მიმართება რაღაცა საგნებზე. ამიტომ ამან ჩვენ უნდა შეგვაშინოს და რაღაცა დავიწყოთ ეძგვერაძეს ისინი აზრები? ეძგვერაძე ახლა რა ვიცი, შემთთვის ის იქნება? გასაგებია ჰუმანისტური და იმ კუთხიდან, ხო? მაგრამ ის ვერ ამიხსნის მე რა ხდება ამერიკაში. მან სარტრი და ისინი დააყენა, გესმით? როცა ჩვენ სარტრის ვიყენებთ თავის იმაში, ხო? თავის საქმეში, კამიუსაც, ყველას ფოიერბახსაც, მარქსსაც, როცა ვიღაცა გვახვევს თავზე და გვაბნელებს, ოპიუმ დლა ნაროდა მაგალითად, ხო? როდის არის ესა? მაგრამ როცა არის ამ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი, შენ უკვე მე აღარ გამომადგები და შენთვის ჯოჯოხეთი საერთოდ რაღაცა ფანტაზიებია. იმიტომ მაგენი გონიათ აი როგორც ვინ იყო ფრენსის კირკი, ესეთი ევგენიკოსი და ესეთი მიკრობიოლოგი ნობელის პრემიის ლაურეატი. ის უკვე აი ესეთი რო გავლენ ესე გაამაყდებიან, ხო? ხო გითხარით იმათვის უკვე ფანტაზიებია ბიბლია და ბიბლია არის შემაფერხებელი, ხო? ჰაქსლისთვის ესე იყო, ბერტრან რასელისთვის ესე იყო. ნახეთ, ჩვენ ვითომ გვაქვს მაგარი გონება და ამ დროს არის, რა ვიცი, აი ჩვენს წინაშე არის დებილი. აი დებილი ის არის რა, უგნური, რასაც ბიბლია ამბობს, ხო? თქვა უგნურმა თავის გულში. ამიტომ ჩვენ როცა ამასთან ავართ, ბუნებრივია ჩვენ გაუგებარი ვიქნებთ იმისთვის. აი ქართულ სფეროშიც ახლა რო რეკავენ და ესენი ხო რაღაცა ინერსით გააზრებული არა აქვთ ამათ. უბრალოდ ესენი ქართული ცნობიერებიდან ამოდიან, მაინც ღირებულები და ტრადიციები მორალთან როა დაკავშირებული და რაღაცა ინერციულ ხა ლევან ვასაძეც. მოდი თქვა ლევან გასაძე გაგებაში არ არის ამისი. ეს რაღაცა ტრადიციული ჩოხოსანი კაცია თორე მაგას რო აღძრული ყოფილიყო ღმერთის მიერ, ესე არ დაგვემალებოდა, ხო? თავის მომხრემა არიციან სად არის კაცი და რას აკეთებს. ეს ჩემთვის ეს რა ეხლა წმენასთან არის დაკავშირებული. ესე იგი შიშარა ადამიანია, ხო? ეს არ არის რა არანაირად რა თეოდორ გიგენაძე გურამოთხოზორები როცა შენ არ გამოდიხარ და ამას არ აყალიბებ, არ აფიქსირებ, გამდგომილად, ინდივიდუალურად. შენ არ ახარ ღვთისკაცი. ყველანაირად ახლა შენ ამ დიდი კოლექტივის ნაწილი და ხან ამას მეტყვი სიმართლეს მე იქ შეიმალები მე იქ წარმართობას არ ამხილებს სვანეთისას არც ლომისის იმას ხო ეგ ჩემთვის რა ის არის ხო იმიტომაც არის მათ გაუგებრობა და ის აგინებს ხო ის ბიჩიკაშვილი ესენი აბა ერთი აზრი ტრიალებს მან და ხან ესე არიან იაკობი ხან ისე არიან ვერ გაიგებ მათ რა არის იმიტომ რომ კოლექტიური აზროვნება რაშია კოლექტიური სამშობლოს სიყვარული საქართველოზე ვერავინ ცუც ვერ იტყვის გესმის ილია მეორეც ცუც ვერ იტყვის დანარჩენზე იყავი რაც გინდა კაცე ის ჯაჯანიძესაც დავწეთ ოღონდ ჩვენი სუკინსენი იყოს ესა აკე დომენიკ მაგოს რა გაუკეთეს ხო ხედავთ არა თვით ყვერმილეს ეს ხა კარგად დაასაფლავებენ ყვერმილეს როცა ჩაიტანენ მის როცა იქნება თუ ეღირსა ეგა არა როცა ჩვენ ლაპარაკობთ ნახეთ ყველა დაჯარდება ყველა იკრება ათელი ოჯახი მე მახსოვს რომ პრინციპული რაღაცა რომ გამოვიჩინე შეიკრა რა როცა ჩემს უკან იგივეს ფიქრობდნენ ეს არის ზუსტად კოლექტიური აზროვნება თვითონაც არიციან აი რასაც ჩვენ დავესწარით ახლა და გაგებაში აი საერთოდ მაგნეტივით განიზიდა იცნობიერება ახსნა არა ვერ ხსნია რა ის რაც ხდება ამერიკაში იმიტომ რომ არ იცნობენ ამერიკულ ცნობიერებას და ჩვენ მომზადებული ვიყავით მაგისთვის მეც გამიჭირდებოდა იცით ესეთი რაღაცა რო გაყვებოდი მარტო ასეთ ემპირიულ მოვლენებს გესმით ან ემპირიული იმაში პატარა ჩაიკეტებოდი და მთლიანად არ გაშლიდი ნუ ჩვენ თუ საუბარი და აზროვნება არ გავშალეთ და ღმერთთან არ გავედით უნდა გავცდეთ მეტაფიზიკაში უნდა გავიდეთ და ამას შეიძლება ის ფილოსოფია ქრისტიანობის თავი დავანებოთ ხო აი ეს ფილოსოფია იდეალისტური ფილოსოფია ამას მოახერხებდა აი როგორ უნდა მოახერხოთ და შევარიგოთ ეს ამბები
თუ ჩვენ ვიტრიალებთ ემპირიაში, მაიტა ჩემი ტაჩკა, ჩემი საზღვარი ეს იყო, იგაყოფა, კრიმია ჩემია, ეს იმა ვერანაირად ვერ მოხდება დაალაგება. და როდესაც ჩვენ შემოყვავს უკვე რაღაცა ისეთი მომრიგებელი და ესეთი რაღაცა უნდა ყოფილიყო, ხო? მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ სატანა არის და ეთყობა სატანას ჯერ კიდე აქვს უფლება, რომ კიდე დასახოცი ყავს ხალხი და კიდე სარყავს რისხვა არის გასაგრძელებელი. ესეთ და როცა რაღაცა მიაღწევს კულმინაციას, გახსოვთ, როდის დაყარა იაპონიამ ფარხმალი. გახსოვთ, როდის დაყარა? არ დაყარა პირველ იმაზე, აი მეორეზე უკვე დაწყვნენ და უკვე წამოვიდნენ კაპიტულაციაზე. იცით რა ხალხი იყო ეგენი? ხარაკირით საკეს სვავდნენ, თვითმფრინავში ჯდებოდა და ვიფეთქებდნენ თავს. გატეხა მათი ნება თუ არა? ნახეთ, გადავიდა მაინც სიცოცხლე, ხო იცით? ცოცხალ ღმერთთან ახლა როცა მაკაბელები ყდებიან, როცა ქრისტიანები ყდებიან, მათ იციან პირდაპირ რომ იმაში და ვერანაირად ქრისტიანს ვერ შეაცვლევინებ ამას. როცა მიდის უკვე დაგმობა და იცით, ეს დამტკიცდა ისტორიულად. იმიტომ რომ რა პავლე ამბობს, ეს ნამდვილი რეალობა ხალხო. რა უნდა უქნა? სხეულს წაიღე, შენ უნდა გეშინოდეს იმის, ვისაც სულის წარწყმედა აქვს. ესეთ ადამიანს შენ ვერაფერს ვერ გაუკეთებ, აბსოლუტურად ვერაფერს რა. და იმათ ხო ხედავთ, გატეხეს ეგნება? აი ახლა არ მიშულა რა იმის გატეხონდე თორე თვითონ ხალხი ჩაქოლას მერე იმას რო იცოდეთ. აი რაც გაუკეთეს ზვიად გამსახურდიას და იმას ხო? ეხლა არ მისულა ჯერჯერობით ეს სისხლი ალბათ, ეს ჩირქიანი სისხლი კიდე გამოსადენია. და ჩვენ ახლა ვინც ქრისტიანულად ამას ვისმენთ, რა არის გაუგებარი, რომ ჩვენი ცნობიერება ამაღლდეს და არ გავაიგივოთ ჩვენი თავი, იმიტომ რომ ჩვენ გვეზიზღება რუსები და თითქოს და მეგობრები არიან უკრაინელები. ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ ღმერთისა, რომ ჩვენთან ეგეთი რამე ავირიდით. ავირიდეთ და არ მოხდა ეგეთი რამე, ხო? იმიტომ ხო შეიძლება ის ცხელთავიანი ადამიანები, ვინც იყვნენ ნაცმოძრაობაში, რომლებიც იყო ეს იქიდან გადმოშტული იმითი მხედრიოზო შურის საძიებლად. გესმით? ამ ინერციით რუსებზე გაბრაზებულები, დაბოღმილები, რომ კიდე ომი გაეჩაღებინათ, დაუკმაყოფილებელი ის გრძნობა. გახსოვთ ხო რა კუდი თქვა ასროლინეს? მოდი თქვა, კუდი თქვა ასროლინეს იქა, ხო? რაც მოხდა ოსეთში, ესევე იყო აფხაზეთშიც. ხო და ხო მოდის ადამიანი და მე ვის დაერინან? ერთმანეთს დაერინენ ეგენი, გაბრაზებული ადამიანები. და ჩვენ ვამბობთ, არ არის ეს საჭირო. მოდით რა თუ არჩევანი არ იყოს სწორად. დავაბრუნოთ, გესმით? შეურიგდეთ ღმერთს პირველ რიგში და მე ის დაგვანახებს გეგმას, რა გავაკეთოთ იმასთან მიმართებაში. აფხაზეთი იქნება ოსეთი და პირველი უნდა დავალაგოთ რუსეთთან, ხო ურთიერთობა. და გავარკვიოთ საერთოდ რა უნდა ადამიანს და როცა ამათ კარგი ცხოვრებაც უნდათ, რა ვიცი, თან ეროვნული გმირები იყვნენ. ესე არაფერი არ გამოვა აბსოლუტურად. არანაირად ქრისტიანულისა და აი ახლა ის საღიაზრი რო გამოჩნდა ამერიკაში, ხო გითხარით და მე არ ვიცი, კიდე ვერ ვიტყვი ეს, რომ მივა თუ არა ბოლომდე. შეიძლება ჩაქრენ, შეიძლება ღმერთის რისხვა ისევ იმას აკეთოს და გაყვანილი იქნეს სცენიდან. შენი ვენსიც ყველანი აბსოლუტურად გესმით და ვერ გაგრძელდეს ეს ამბავი. ეს ძალიან რთული რაღაცა არის რა. იმიტომ ღმერთი იყურება ადამიანების გულებში და როდის გადავა ეს ისა, რაღაცა ის არის, როდის გადაწყვეტს. ჩვენ ვიცით, რომ აუცილებლად წავა. რაც იყო ლაპარაკი, გახსოვთ, შაბათის საუბარი განსხვავებული იყო ვიდრე კვირის საუბარი. და იქ იყო ნათქვამი, ხო, რომ რაც არის ჩაფიქრებული ეს ჰუმანიზმი, გლობალიზაცია, ამას ვერაფერი ვერ დაემუქრება. მაგრამ ლაპარაკი იმ ფანჯრებზე, აი რომელი ფანჯარაზეც მაგალითად, რატო წავიდა ბელორუსიის განვითარება სხვანაირი კუთხით? გესმით, რაღაცა ნელი ტემპები და ჩვენი ყველაზე სწრაფად. ყველაზე სწრაფად რა, ესეთი ცვლილებები, ესეთი რაღაცები, რომელმაც პირდაპირ გაანადგურა ქართველიერი. და ნახეთ ამერიკაშიც როგორ არის, როგორ მიდის ამერიკის განვითარება, როგორ არის კანადის, ავსტრალიის, თვით კანადა-ავსტრალიის, რომელსაც იდენტიკური კონსტიტუცია აქვს, სხვანაირი ტემპებით მიდის. თუ ჯერ იქ არ არის მარიხუანის კანონი, არ არის ერთსქესიათა ქორწინება, ევთანეზიაზეც. კანადა ერთ-ერთი პიონერია ამ საკითხებში. ევროპასთან, რა ვიცი, ახლა ტრუდომაც, ნახეთ, პირველმა ინიციატივა დღესაც გააკეთა, რომ ჯარი უნდა რომ გაგზავნოს. იმიტომ რომ წყალსახებულია მისი და უნდა რაღაცა რეპუტაცია ამოიღოს, გააღიზიანოს, აქ უკრაინელები ყავს ბევრი ამორჩეული, ვისგანაც ფულები შეიტყაპუნა, გესმით? ძალიან დიდი ლობირება აქ უკრაინული. ეს მინდა ბატონ რეზუმე თქო და კიდევ ერთხელ მადლობა ამ საშუალებისათვის, რომ ეძლევა რომ თქვენთან ვიყო. კიდე შემოგვერთა ვინმე მოგესალმებით. თუ ვინმე შემოგვეცრო, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას, რომ YouTube-ზე განთავსდება ბიბლიური ლექციების მთელი ეს სერია, რაც გრძელდება ფსალმუნებს, ახლა მე-80 ფსალმუნებზე მივედით, ამ კვირას 80 იქნება და დაგვრჩა 70, ხო? 70 ფსალმუნი, ესე იგი დაახლოებით ეს რამდენი 35 კვირა იქნება, ხო? თუ უფრო ნაკლები კიდე, ხო? ნუ დაგვრჩება ერთი ნახევარწლის ბოლომდე. ავტორს დაწვრილებით არის და ასეთი დაწვრილებით მე მგონი არ არის არც ერთის არ შეხვდებათ. არის გამოტოვებით რაღაც აარჩევენ
ჩვენ თავიდან ბოლომდე მუხლი მუხზე, თავი თავზე, აი დაწვრილებით აი სააკენკირო დაუყარო ადამიანს. სხვები აკეთებენ შერჩევით, თქვათ, იგივე მაგი, იგივე თქვათ, რომელიმე, თქვათ, კალამცევი აიღებენ რაღაცა ძირითად იმას, მუხლებს გამოარჩევენ და იმას განიხილავენ. ალბათ დროის ფაქტორის გამო, არ ვიცი რის გამო. და ესე და თავიდან ბოლომდე რომ მუხლი მუხზე იყოს წაკითხვა ესე იშვიათობას წარმოადგენს ეგ ხო? ეგ შეიძლება შიდა იმაში საკვირაო სკოლებში ასწავლიდან, მაგრამ ეს სალექციო იმით გამოყენებული იქნას და თავი, მუხლი, ეტიმოლოგია, სახელებისა, ადგილმდებარეობისა ესეთი რამე არ არის. ხო, ქართულ სივრცეში პირველები ვართ ამ მხრივ პიონერები. ნაბიჯი დაწყი გადადგმული ეხლა ამ ნაბიჯს ვინ გააგრძელებს და ვინ უკეთესად თქვათ მაღალ საფეხურზე ვინ აიყვანს ამას ვინ გამოჩნდება ასეთი რომ უკვე ეს პირველი კლასის გადავიდეს უფრო მაღალ საფეხურზე თეოლოგიური თქვათ ახსნები იყოს მართალია ჩვენ საუბრებში ეს არის მაინც შესავალში პირველი მეორე ტექსტი შვაში არის და ამას დაკვირვებული კითხველი მსმენელი მიხვდება თუ რატო ვაკეთებთ ამას და მე უკვე სხვა დღეების საუბარი არის ამ სოფხედულობით წარმოჩენა იმ მოვლენებისა, რომელი მოვლენების მონაწილე ჩვენა ვართ. ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა და აბა ისე რა თქმა უნდა ახლა ღმერთის წმენა თუ ვერ გავერკვე ამ ცხოვრებაში. აქ ის კი არა ვარ ახლა ტყეში წავიდე და დავჯე და ვილოცო. და ესეთი რამე საქართველოში მოდი თქვათ ყველაფერი ამოყირავებულია ამ საკითხით და ქრისტიანობა იქ არ არის არ შესულა რა არის რაღაცა მოდერნიზირებული რაღაცა სახელმწიფო რელიგია ჯოგის და არის გულავობენ რა თანამდებობებზე განცდებული ხალხი ეთყობა კიდევაც ქვეყანას აქ ესეთი რამე თქვა ზახარას ლაპარაკობდა ვახტანგში ბელორუსია ცითრა არის ბელორუსია მაინც არის ტერიტორიულად დიდი მე მოსახლეობით თან ევროპის ეს არის კონტინენტზე და თან კიდე იქ შეუძლია მათ ბელორუსებმა აწარმოონ რაც აქვთ მათ გარკვეული რესურსები და ნელ-ნელა მართლაც მაგან გააჩერა და ნელ-ნელა გადავა ჩვენ საქართველოში რატო გავასწარით ამ კითხვას მინდა უპასუხო რა რატო მოხდა მართლაც ის შეჩერებული არის და ქართველებმა გაცვლიდნენ ეს გარბენა გამოიწვია იმან რომ საქართველოს სიღატაკი შეეშინდა არაფერი არ გვაქვს ჩვენ ადგილობრივი ლუკაშენკო არ გვეყოლებოდა ხო რო ყოფილიყო ლუკაშენკო სიმშილით გავწყდებოდი ჩვენ არაფერი არ გვაქვს ჩვენ ვერ ვაწარმოებთ ვერაფერს ცურსათი არ გვაქვს ეხლა ხო არ დავიწყებთ მიწის თხარას და იქიდან რაიმე სამოღებას მე გავთხაროთ რა სამოვიღებთ რომ აი რა გვაქვს ეხლა მინერალები εν რაოდენობისა გვაქვს რა გვაქვს ერთი საგაბება რაღაცა ზესტაფონი და ისინი რა ვიცი გავიდნენ მე მგონი სხვა საზღვრებში თხრიან უკვე ხო აჩვილმა არ ვიცით რამდენი გვაქვს რა არის როგორ არის მე ახლა მაგით ხო არ ვიცხოვრებთ მარტო ხო ჩვენი ქვეყანა უფრო ღარიბი არის ხო არ არის ქვიანი ქვაღორღიანი არის კლდიანი ხეობა არის და ბელორუსიის გეოგრაფია სხვანაირია შედი დანახეთ გეოგრაფიის ეს მთელი მდებარეობა უკრაინის გეოგრაფია ფიზიკური გეოგრაფია და მე გადავდივართ ეკონომიკურად ჯერ ფიზიკური გეოგრაფია ჩვენ ფიზიკური გეოგრაფია ჩამორჩება ხო გეოგრაფია არის მიწის შესახებ მეცნიერება გეო მიწა და გრაფოს წერა გეოგრაფია ჩვენი ადგილის შესწავლა გვაქვს ეს რაღაც ადგილი ხო 58000 კვადრატული კილომეტრი ეხლა ესეა ფაქტიურად აი რა გვაქვს ამ ტერიტორიაზე რა მოვიღოთ მანდიდან როგორ გავანაწილოთ რა გავყიდოთ რა გავცვალოთ, რაც არა გვაქვს ის გადავცვალოთ იმაში. ამას იცით რა გონება უნდა. ჩვენ რა მოხდა ჩვენში? სასწრაფოდ დავიწყეთ შეტენვა დასავლეთის სესხები რაღაცა რომ გადარჩენილიყავით. ფაქტურად ფიზიკურად ერი გადარჩა სიმშილობა არ არის და თორე სომალიზაცია არ აღწევდა. ბელორუსიას ვერ შევეტარებთ. ბელორუსიას არ აწყობდა სწრაფად გადაცვლა, გახტომა იქით. ადგილზე საბჭოური ინერცია გაგრძელდა. ბელორუსიაში საბჭოთა ინერცია არის, საბჭოური ეკონომიკა არის. საბჭოური იდეოლოგია შეიძლება ისე არ იყოს, მაგრამ თქვათ ესეც არის საბჭოთა მონარქია არის. ეს მონარქია არხე. ერთი კაცის მმართველობა. ეს არის ლუკაშენკო. 35 წელიწადია ეს კაცია სათავეში ხალხნო. აი 25 ედუარდ შევარდნაძე ჩვენთან რო იყო, იქიდან მოყოლებული. აი კოლაფსის მერე ლუკაშენკოა სათავეში. აი არ შეცვლილა. ეგ როდიდან 91 წელიდან.
რამდენი დრო გავიდა ნახეთ რა. ყველას გადაუჯობა რა ლუკაშენკომ და ამ ხრივ ამ ერთმართველობამ ის გააკეთა რომ ადგილობრივი მას შიმშილობა არ ემუქრება ბელორუსიას და არც და შიმშილობა, მაგრამ იცი რა არის ნაცრისფერი ცხოვრებაა. ეს არის კომუნისტური ცხოვრების პატარა მასშტაბი. დარჩნენ იმ კომუნისტურ გაგებაში, ლუკაშენკო კომუნისტი არის, მაგრამ პარტია არ აქვს ასეთი. ხედავთ, კომუნისტური დიქტატურა მხოლოდ ამ ტერმინით არ არის. ტერმინების შეცვალეს და შესაბამისად იქ შიმშილობა არ არის, მაგრამ სიღათაკე არის. არ არის თლად ჩაკეტილი ქვეყანა ესა და ბევრი სწორ წარმოდგენას არ გვაძლევს, მაგრამ მართლაც არის ქარხანაში მიდის კაცი, მუშაობს. აი ესე რო ვიტყვი ესეთ მეტაფორა, ზავოდ, კრაუტი არის. ხო, ჩვენთან არ არის ზავოდ, კრაუტი. ჩვენთან სახლში არის ესა, ჩვენთან არის კრაუტი სახლში და ზავოდი არის გარეთ. ძნელია რა, ზავოდი ქონდეს 2000 კილომეტრს და კრაუტი კიდე სახლში. ხო, შენ ესე იგი დასაწოლი ადგენ და ესე ვარ გაყრილები სხვის ზავოდში მუშაობთ. და ბელორუსები არა, ბელორუსია შეაჩერა ამან ეს არეულობა და შიმშილობით არ მოკვდება. ხო, და ახლა სხვა დანარჩენი ნელ-ნელა მაგის გახსნის მაგსაზღვრებს გონიათ არა? აი ეს განსხვავება საქართველოს რო შეეჩერებინა, მათ ესეც რო დავაყენოთ საკითხი, ვინ გვაჭმევდა? რუსები არ გვიერთებს. რა აგერ ბელორუსი არ შეიერთა, არ იერთებს ესე რა. აი მე გვაჭმევდა რანაირ კაპიტალიზმია რუსეთში. აღარ არის რუსეთში სოციალიზმი არ არის. არ არის კომუნისტური წყობა არ არის იქ. არა, ლიბერალიზმია. ხოლო მარქსისტული ლიბერალიზმი გრძელდება. ბელორუსიაში მარქსისტული ლიბერალიზმი არ არის. უпростоრად კომუნისტური ლიბერალიზმი არ არის. აი რუსეთში კომუნისტური ლიბერალიზმია, კომუნა ერთობა, თან კომუნისტური ოლიგარქია არის. კომუნისტები მცირე მართავს ქვეყანას, ხოლო სიმდიდრეა აქვთ ამათ ხელში. იდეოლოგია აღარ ჭირდება და მოსახლეობა თითქოს მიუშვეს, რაც გინდა ბიზნესი ქენი და არც ტაქსაციებია ისეთი, რომ გაგწურონ წელში. ხო, აი ეს ცხოვრება მიდის ნელა რუსეთში. ბელორუსია კიდე, როგორც გითხარით, 200,000 კვადრატული კილომეტრი ეს რო დავამეყოლო, რა ციფრი, ხო? აი, ხლა ეს კვადრატული კილომეტრი. ხო, საქართველოს 59,000 არის. თან გეო ლანდშაფტი, რელიეფი განსხვავდება საქართველოსგან. საქართველოს არის გამოუყენებელი ადგილები. აი გამოუყენებელია რა ეს მაღალმთიანი რეგიონები. ვერაფერს ვერ გამოიყენებ. 9-10 არის, მეწყერებია. საკურორტო ზონებია თვეში წელიწადში 2-3 თვე. მაგრამ ვერ გამოყვებავს ეგ ჩვენ. მეცხოველობაც არ არის მაღალმთიან რეგიონში. არ გვამარაგებენ ცხოველებით მაგალითად წვრილფეხა იქნება თუ მსხვილფეხა ცხოველებით მთაში ხალხ. ცხვარი აღარ არის. მეცხვარეობა აღარ არის. ახალგაზრდა აღარ არის. აღარ გაჩერდა ეგ. მოხუცების ადგილია. ესენი აბორიგენებად იქცნენ ესენი. და არის ეგზოტიკური მხარე. და ჩუხჩუხი არის დაბლობებში, ქალაქებში, ესე დაბა რაიონებში, თბილისი, ცენტრია, რუსთავი, გორი და ასე შემდეგ და ბათუმი და აქ არის ძირითადი მოსახლეობა ჩამოსახლებული, ხო? და ქალაქში რა უნდა გააკეთო? ძემემრეწველობა, ხო? რაღაცა უნდა აწარმოაყიდო. ქალაქი არ არის იმისათვის, რომ გამოყვებოს. ხო, ახლა ასფალტზე არ მოდის არც პური და არც ხეხილი და არაფერი. ხო გჭირდება? ბაღჩეული, ბოსტნეული, მარცვლეული არ გჭირდება? ჩვენ ქვეყანა შიმშილით რო არ მოგდეთ. აი ეს ემუქრებოდა ზვიადის დროს. ზვიადის ჩამოგდება განაპირობა შიშმა შიმშილის წინააღმდეგ, თორე ისე ახლა ეს პერიოდი რო ყოფილიყო ზვიადი იქნებოდა პრეზიდენტი. ხო, დასავლეთი გააჭმევს, გასმევს, ხალხი გარედან ფული შემოდის. მილიარდობით, 3 მილიარდამდე ახლა რო შემოდის წლიური. ის ამის ტრიალი ესეც რაღაცა გვაცოცხლებს. მართალია სიღატაკე აი ესეთ დონეზე არის როგორც სომალში და შიმშილი, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით რომ ხალხი და ძირითადად მოხუცებულია ცუდად. ახალგაზრდები არ არიან ცუდად. ახალგაზრდებს მაინც ენერგია, რაღაცა დატრიალდებიან. აი რა ქნა 60 გადაცილებულმა ხალხმა, მიტოვებულებმა, რომელსაც დახმარების სახით 300 ლარი აქვს და აი ეს ახლა მეეყინები და მეეფიჩხები ახლა 300 ლარს ხო? წამლები გინდა ასაკში ხალხს უნდა რაღაცნაირად გაიხანგრძლოს სიცოცხლე ხალხ ყველას ვერ ავუხსნით ახლა ფილოსოფიურად რა არის სიცოცხლე და რაღაც უნდა ადამიანს ცხოვრება და წამალი ჭირდება ამისთვის და ფული არ ყოფნის ხო
ხედავთ, საქართველოში სხვა მდგომარეობა ამ ხრივ კოლაფსის მერე. ჩვენ კომუნისტური მას ვერ შევინარჩუნებდით. იყო ამის გარკვეული ეს რაღაცა ნიშნები, თქვა დარჩენილიყვნენ კომპარტია იყო პირველად ზვიად გამსახურდიასთან, ბევრი იყო მის წარმომადგენლები, ხალხმა კომუნისტებიც აირჩია. გამსახურდიამ გამოყარა იქიდან, ვეყოფაო და გადათაქიდანო. არჩეული. ბევრი შევიდა კომუნისტები, შევიდნენ პარლამენტში. ზვიადის დროს. და რო გაჩერდა ყველაფერი და შიმშილობის საფრთხე დაიწყო, მართლაც დაცარიელდა მაღაზიები. აი გავიხსენოთ რა ეგ პერიოდი. ხო, ზვიადი რო იყო, ამ დროს ვახტანგიჩი არ იყო საქართველოში. აბსოლუტურად მაღაზიებში აღარაფერი აღარ იყო ხალხმა. საჭმელი აღარ იყო ფიზიკურად, პური აღარ არის. აი ამან შეაშინა ხალხი და ზვიადი შეუწიეს. აი ეს განსაკუთრებით ელიტარულმა მწერემ. ეს მდგომარეობა რო ყოფილიყო, ზვიად გამსახურდიას ყველა მიიღებდა. აი, ტრაგიკული იყო მდგომარეობა. აი, ნაჩქარი, ესე იგი, სათჩეც და გამსახურდია. ნაციონალიზმი გაღატაკებულ ქვეყანაში აბსურდია. აი, რითაჯობა ედიკამ და რითაჯობა, ედიკამ არა უფრო სააკაშვილმა. სააკაშვილმა ამით აჯობა, როგორ ანა სხვას დაუჯერა, ნელ-ნელა გადავიდა და აი ამან გააკეთა ის, რაც მოხდა საქართველოს გაიხსნა. ეხლა რაც ბრძანა ვახტანგიჩმა, რომ ჩაგვეკეტა, თქვათ ეს, ჩვენ შიმშილით გავწყდებოდით. და ღმერთი ხო უყურებს ყველაფერს, რატო უნდა გაწყდეს ხალხი შიმშილი თუ ამის საშუალებაა. მე რა რომ არ გამდიდებით სამაგეროდ, ჩვენ შიმშილობას ხო ავწდით. აბა ჩვენ ან შენ უნდა აწარმოო საჭმელი, ან სხვისი უნდა წარმოება მიიღო. ამისთვის საჭიროა ფული როგორ მოვიპოვოთ. ხო და ამ ფულის მოსაპოვებლად ხალხი გარეთ გავიდა სამუშაოდ. პირობები ისეთი შეიქმნა. ეს ხელოვნურად კი არ არის შექმნილი პირობები, რომ შემოუყაროთ ყველა ქართველი საქართველოში ისმის კითხვა რა გააკეთონ ამებმა. აი რა როგორ დავაჭერინოთ ახლა ადამიანებს გაზარმაცებულ ფსიქოლოგიის თოხით როდის ხდება ახლა მოსავლის აღება. მე მოსავლის რო აიღებთ მძიმე ეკოლოგიური პირობების გამო, ჭექაქუხილები, მოსავალს რო ვერ ვიღებთ. წარღვნები, თითოეულიანობა, ყველაფერი მოწყვეტილია. მესაქონლეობა, ბალახი აღარა გვაქვს. მესაქონლეობა ესე ადვილი არ არის, ხო, აწარმოო საქონლე. საბჭოთა კავშირში რაღაცას ფოხიალობდით. იმიტომ რომ 15 მოკავშირე რესპუბლიკა გვეხმარებოდა. მაგრამ კომუნისტური აზრები შეინარჩუნო ლოკალურად საქართველოში სუფთა გამოთოფვა არის. არამიშენთან საქმეს არ დაიჭერს. ახლა ბელორუსიასთან საქმეს იმიტომ აიჭერს, აი ბუჯურ კომუნისტობა არის, პატარა სოფური სიტყვა რო თქვა, ხო? იმიტომ რომ მას ეგ პრობლემა არ აქვს, ხალხს შიმშილი აცდა იქ. არიან რა სასმელიც აქვს, საჭმელი აქვს, ძეხვი და ეს აწარმოებენ. ხო. კი არა მათ საქონელს გარეთ ყიდიდნენ ქსოვილებით ბელორუსი ერთ-ერთი ის არის ძალიან ნატურალურია რო იცოდეთ. კანადაში აგზავნიდა აქეთ ბელორუსიასთან იყო კავშირი დადებული. ნაჭერები, ქსოვილები. ხო, თან ბუნებრივია, კარგია. ამას აწარმოებს. უბრალოდ ეს ხელში ჩაიგდო ყოფილმა კომუნისტმა და გაერთიანებამ ამ კომუნისტთან აი ეს რო არის ლუკაშენკო და გრიალებს. და ეს არის კომუნისტური დიქტატურა არის იქ. ხო და პირველ ეტაპზე როგორ არის? აი როგორც კი აი მონებს რო აჭმევ. საჭმელი გაქვს, სამუშაო ძალაც არის და ტყავსაც გაგაძრობ. თუ არ იმუშავებ. ხო, აი ეს მდგომარეობაა ბელორუსიაში. და მოსახლეობა არ იკალებს იქ შედარებით. ხო, აი კარგი კი არ არის ევროპასთან შედარებით. არის ჩაკეტილი ქვეყანა, მაგრამ შიმშილით არ გაწყვეტილა. ჩრდილოეთით ჩაკეტილი ქვეყანაა, შიმშილით რატო არ ყვდება? მრავლდებიან. საჭმელი იმათაც აქვს. საქართველოს შიმშილობას როგორ აიცდენ, აი როგორ ანაირად. ხონდა აწარმოეს, პური გინდა. ეს უნდა იყიდო. ყიდვას ფული ჭირდება. და საბჭოთა კავშირში არ გჭირდება, ერთიანი სამანეთო ზონაში ვართ და გვიგზავნიან ამ პურს. აი ახლა ქართველები პურს ყიდულობენ. ამისთვის ვალუტაა საჭირო. რუსეთი გაწვდის მარცვლეულს და მასზე ხარ დამოკიდებული მოგიმატოს კიდე ფასი თუ არა. რომ ჩაიფიქროს რუსმა და ღმერთმა ეს მართლაც ახალისო სამხრივ. ჩვენ ტყავს გაგვაძრობს, იცი, ისეთ ფას დაადებს მარცვლეულს, რომ ადამიანების რაოდენობა შიმშილობის იმაში გადავა, ხო? ფაზაში. ასე რომ საქართველოს ცოტა სხვა რეგიონი არის. ამიტომ იყო სწრაფად რო გავცვიდით გარეთ რომ გადარჩენილიყავით. პრინციპში ეს ამ ეტაპზე სწორი იყო. ჩვენ არ მოგწონს, მაგრამ აბა რა გავაკეთოთ? ეხლა შემოbrunება რო უნდათ ნაციონალიზმის. თუ გინდათ რომ საქართველოს შიმშილობაში შევიდეს, აი ჩაკეტეთ ისე, ყვერმილესნაირი ხალხი, ეს ქართველობა რო გინდათ თქვენ და
და უნამოსო იყო მაღაზიები თუ არ დაცარიელდეს. იმიტომ რომ გავიარეთ. ქართველობა იყო იქ სხვა კი არაფერი. მთელი ხალხი აღტკინებული იყო. გამსახურდია მე მიხვდა ამას რომ ერი ხალხო არ გვინდა ამდენი ინსტიტუტები არაფერი გზა გამოსწორება დაიწყო. ვინ გაპატიებს? უკვე შენ ხალხი გადაჭერეს ყველაფერი, გაწყვეტეს კავშირები, აყარეს ლიანდაგები, არ გვინდა ისა წავიდა სულელურ ფრად ბალახ შევჭამთ. აი ეს ფრაზები მაქვს მოსმენილი. ნოდარ ნათაძეზე ხდა კაცო არ გვინდა არც რუსების საჭმელი არაფერი არ გვინდა, ჩვენ ბალახ შევჭამთ, თავისუფლება გვინდა. ხო და იყავით ბატონო ახლა თავისუფალი, ადეთ მთაში და ხართ თავისუფალი. Რაღაც თქვით, ხო ხართ თავისუფალი, ვინმე მოდის? აი მაღანთია რეგიონში წადით, იცხოვრეთ, არავინ არ მოგეკარებათ. შეჭამეთ ბალახი. Რაღაცა უაზრო მეტაფორები, აღტკინებულობა, აი ეს ჩვენ შიმშილობას გადავრჩით ხალხო. ზოგი ახლა გაქცევა, ვისაც იყო, მე მაგალითად ახლა დიდხანს ვაღარ გავძლევდი, დავადე თავი და წამოვედი რა. და წამოყვა ხალხი. ჩაბნელებული თბილისი მივატოვე და მაღაზია დაცლილი. კვერცხი არ იშოვებოდა მაღაზია, არცად არ იყო. თუ მოვიდოდა დაანტვრიეს ერთმანეთს პურის რიგში ხალხი, აი ვისაც იარაღი ქონდა, იმას მოქონდა პური და მოხუცები საწყლებდა, ბავშვი ვიდგნენ და იგდნენ ორი დღით. ჩემი თვალით რო არ მენახა ესა, არ დავიჯერებდი. აქ მივხვდი რომ ერი აი ეროვნულობამ რა მოიტანა. ეროვნული იყო სათავეში ხალხი, ზვიად გამსახურდა ქართველები. და ახლა რა გავაკეთოთ? ძალით ვერ ამუშავებ ადამიანებს. ესე ვეტაკრენ, არ გვინდა გამსახურდია. ხო და ისევ არჩეულმა ხალხმა გამსახურდია გადააგდო. აბა რუსებს კი არ გადაუგდია. ხო აბრალებთ რუსებს, ეგ არის ტყუილი. არ არის ესე მეგობრებო, არა. არა იზოლაციაში აღმოჩნდა უცებ საქართველოს, არ ეცალათ. არც რუსეთს ეცალა, არც დასავლეთს. მიტოვებული იყო რაღაცა დიდხანს არ გაგრძელდა მიტოვებული, თორე გავწყდებოდით წელში. თქვენ ეს არ დაგვავიწყდეს ჩვენ და შევარდნაძემ ინერციით ისევ ის გააგრძელა ზვიადიზმი, ნელ-ნელა ინერციით. ამიტომ მიუშვა პოლიცია და თქვენ თვითონ იხედეთ თქვენ თავსო. აი ეს კი ანარქიაში შედიოდა და ანარქიიდან გამოსავალი იყო სწორედ შეცვლა შევარდნაძეს და უკვე ამასთან ურთიერთობა რუსებმაც დაიწყეს სააკაშვილთან თუ გახსოვს ეგენი ურთიერთობდნენ. სააკაშვილის განცხადები არ გახსოვთ პუტინზე? რა ვიცი, ლამის ლექსი დაწერა. ხო და ამან დაათბო სიტუაცია და მარცვლეულის მოწოდება გააზი მოვიდა ნელ-ნელა. იქიდან დასავლეთი ახლა რუსეთიდანაც ვისარგებლოთ და დასავლეთთან. მე რაბზიკ მაკუმნა არ ვიცი. დაიჭირა მარტო დასავლეთის ხარ და რუსეთს ატაშვილი მისცა. ამის გამო დავკარგეთ ტერიტორია. ნახეთ რა არის ადამიანის ტვინი. მაგრამ შიმშილობა როგორც ასეთი ახლა გაზვიადებული არის. დღეს კი არის შიმშილობს საქართველოს მოსახლეობა. არა საკმარისად იკვებება, იმიტომ რომ ქართველი საკმარისი იკვება არის 8 საათის სუფრაზე სკოდომა, სულ ხაჭაპურები, ლობიანები, ბარკლები და ეს არის ჭამა ქართველისთვის. ღვინის სმა, თლიანად რესტორანში ჯდომა და არის კიდევაც ზიან. გახარებულები არიან და 90%-ზე მეტი თუ მეტი არის აგერ გვითხრას ბატონო, ვინც არის ტარასადადის სულ მაგ საკითხებს ეგეხება უშუალოდ, მაგას პატრონი არ ყავს, თვითონაც თავის პატრონი და მანდედან ხოცნებებს ვიღებ. მარკეტში მიდის, რა არის, როგორ არის და მეუნება სულ, ხო, ჩვენ ხო, კითხებს ხო უსმენ შიგადაშიგ. აწარმოებთ რამეს, საკვებს, მაინტერესებს კაცო ეგა. მეუნება არა რა, თურქულია ყველაფერი. აგერ გოგინაშვილი გველაპარაკება, რა ესენი, მოსყიდული ყავთ ვინმეს? ამათ რა, საქართველოს დაქცევა უნდათ? თუ მე მისწორებენ ახლა. თვითონ ცხოვრებენ იქ და მაგათ ეხებათ, მე არ მეხება ეგა. ეგენი არიან პირველ რიგში დაინტერესებული. მე კიდე აქედან ზღაპრებით როგორ გავამაგრებ. ან ეროვნული იმებით გავჭყიპო, ახლა ერთი ძდა მეორე იცი არა უშავს, აიტანეთ ბალახი ჭამეთ, ოღონდ თავისუფალი იყავით. სისულელი ეგა ცხოვრება უნდა ადამიანს, ხო? ხო. აი ეს არის მიზეზი, გამიგრძელდა საუბარი ვახტანგ რო თქვა, რომ ბელორუსია მის ქანა გავაფართოვე ეს რა, რაც თქვა მან, რომ არ შეგვეშალოს. ბელორუსია თავის თავს შეინახავს. ჩვენ ვერ შევინახავთ, საწყალიერი ვართ. ჩვენ ვიღაცა უნდა გვინახავდეს. ვერ შევინახავთ ჩვენ თავს. მე თუმცა ამ საუკუნეში. ფეოდალური იმაში კიდე გაღატაკებული ხალხი რო იყო. გლეხები იყო სამუშაო ძალა ბაგრატიონების. მიწები მაგათ ქონდათ, აჩოკნიდნენ რაღაცას. ხო და რა ამოსავლა იყო მაშინაც რა. რაც იყო კიდე გადასახაც უხდიდი და ვინც დაგიპყრობდა ეს სპარსეთი იყო, თურქეთი იყო, თუ მონღოლეთი იყო. გამიგეთ, მაშინ მტაცებლური ომი იყო. მტაცებლური, ყველა ცდილობდა რამღე რომელიმე ქვეყანისგან საჭმელი აეღო და ისე შეენახა თავისი მოსახლეობა ომით. პირველ რიგში ადამიანი კუჭზე ფიქრობს, რომ იცოდეთ. ეს სამარცხვინო არ არის.
ხზე ძალიან გროტესკულად არის ილია ჭავჭავაძეს ეს ნაწარმოები, მაგრამ ადამიანს ჭამა ხო უნდა. აი, რამდენ ხანს გაძლევს უჭმელად? უსმელად. წყალი კაი ჟანდებას არის და დავლებთ, ხა? დალია და არ არის პრობლემა. საჭმელის გარეშე რამდენ ხანს გაძლევთ? აი, საერთოდ რო არაფერი არ ჩაიგდოთ, როცა მოგაშიებენ, როცაკშია ზაქარია, ხმელა ჭადით შაქარიაო. ეს გამონათქვები საქართველოსდან არის. თქვენ ისეთ რა პერიოდი არის აღწერილი 19 საუკუნის საქართველოში? აი, ნიკოლ ორთქიფანიძის ტრაგედია უგემიროთ. ეს ტყუილი კი არ არის. ტრაგედია უგემიროთ, იცით ეს ნოველა ბერჯელი მოვიხსენიე. აი, რამდენჯერ ისე ხა ფქვილი მამამ ხუთი შვილის მამამ ცოლი რო არ აყავს და მორიგი კიდე მეზობელმა რომიცა ერთი მუჭა და ბავშვები დააძინა, თვითონ გამოაცხეს ბავშვებისათვის, ინსტინქტმა იმძლავრა და მამამ ჭამა დაიწყო და ბავშვებმა რო გაიღვიძეს, მეც გვინდა გვაჭამეო და ამა შეშანსლა უცებ. ფაქტურად კანიბალიზმი არ იყო, მაგრამ სოციალური კანიბალიზმი იყო. გუშინ ცხოველი ლაპარაკეთ, ჩვენთან არ ფიქსირდებოდა ადამიანის ხორცი ეჭამა ვინმეს შიმშილობის გამო. ესეც არ ვიცით რა, კაცმა არის მარტო ღმერთმა იცის. მაგრამ აქ ეს ნახეთ სოციალური ესე იყო. შვილებს დაასწრო მამამ და შვილები ტირიან, კივიან, წივიან და თვითონ ამას შეჭამა. იმის შემდეგ ბავშვები რო გაიღვიძეს, გაცდით თქვენ გასაწყვეტლებო ესე წერია. და მეორე დღეს რო გაძღადა კუჭმა უკვე გონება ჩაირთო, თავით მოიკლა. წარმოიდგინეთ, ამიტომ ქვია ნოველას ტრაგედია უგემიროთ. გემერი ყავს და თუ არის შიმშილი. შიმშილი არის მან. ტრაგედია უგემიროთ. ადამიანი არ არის, მაგრამ არის რაღაც რო მივადგეთ ამას. ეს არის ნიკოლ ორთქიფანიძე. ახლა არ მითხრათ რომ ეს არის 100% ფანტაზია. ხო, ან ეგნატე ნინოშვილის ნოველები არის ფანტაზია. მოთხრობები. აი ეგ რო არის. ქრისტინე, კაცია მუნჯაძე. რატომ ყავს თქვენ ამას იცი რა, ლევან ბერძენიშვილი ისე გავიდა ევროპული ლიტერატურის დონეზე, რომ ეს ლიტერატურა გონია ნაგავი არის. და როგორი კადრებს. შედალოცულო ამ ლიტერატურამ ინფორმაცია მოვაწოდა ჩვენ ყოფაზე და ადამიანობაზე და ამან უნდა დაგვაფიქროს. როგორ დავეცით იმ დონეზე ქრისტიანები რომ საჭმელს ვჭამთ, ჩვენ უნდა გავძღეთ და შვილები საათ არის რასამ ფიზიოლოგიამ შვილები რა იცის ჩემო კარგო. რას ლაპარაკობთ? ეს მე წამეკითხია, ეგ მხოლოდ ამერიკულ ლიტერატურაში. ჯეკ ლონდონთან მაგ საკითხული თვითონ რომ შიმშილობას საჭმელს რო იზოგავს ქალი და იმას საჭმელს თავის ნაწილს. ეს მარტო დასავლურ ლიტერატურაში წამეკითხია. ჩვენთან მსგავსი რამე არა მომიკითხავს და აგერ არ შემზარავი რაღაცა არის ხო? გაჭირვების გამო მიწების გაყიდვა დაიწყეს. ესეც უწერია ნიკოლ ორთქიფანიძეს. საშობაო მინიატურები ესეთი ნოველა არის. რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ ამ წერას, ჩვენთან ხო შერჩევითია ყველაფერი. გაბლაშტული და გოიმი მწერლები რა თმინდა. ვინ წაიკითხავს ახლა სოლომონ ისაკიჩი მეჯღანუაშვილს არდაზიანისას პატრიოტული ისენი გვინდა ჩვენ. ხო და ღმერთმა არ აქნას ეს სისუსველი აღორძინდეს. ისა ყველაფერი ღმერთს თუ გინდა დაუშვებს. აი ყველემელე მოდი ვთქვათ რომ ეს არის უსაქმური ადამიანი. რატო არ გინდათ ამის თქმა? ეს არის უსაქმური და თუ ზარმაცი და უსაქმური ხარ აღიარე მაინც და სხვა გაჭმევს. ეს არის უსაქმური. აი ესეთი ხალხი იყო ზვიადის დროს. და არ ეგონა ზვიადის რომ დამოუკიდებელი კი ვართ, მაგრამ ახლა საჭმელი ხო გვინდათ? ვართ დამოუკიდებელი. აგერ კუნძულზე რო გადავყაროთ, ყველა ხო დამოუკიდებელი ვართ. საჭმელი ხო გვინდა? პირველ რიგში ჭამა და მე რო არ შევჭამოთ ერთმანეთი, მე ახლა საჭმელს გავცდეთ და ახლა ჩაცმა. ხო, ჭამა გვინდა. და ახლა ხო უნდა შევიმოსოთ. ახლა გვინდა გარეთ ხო არ ვიქნებით, სახლიც გვინდა. თუმცა რამდენი კითხვები, ესე არ არის, იცი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, გაბლაშტული საბჭოთა სიბარიტები, მოდი ესე ვთქვათ, ხო ეს სიტყვა როგორ თქვა, მატერიალურად გაფუყული ტიპები საბჭოთა იმიდან. ეხლა რო უბერავენ ევროპა და ევროპა. ეხლა უკვე სხვა ფაზაში შევდივართ. იმ წესები ცხოვრებით იცხოვრებ ევროპა რო არის. შიმშილობას გადაურჩით ჩვენ, გადავრჩით. გამსახურდია ეს პერიოდი, რომ 8 თვეც არ იყო. და რო იძახიან გაეჩერებინათო, რო გაეჩერებინათ ზუსტად გამსახურდა, გააჩერა, ღმერთს შესაძლებლობა როგორ არაა გააჩერებდა. ჩვენ შიმშილით გავწყდებოდით. იმიტომ რომ ეს ეროვნულ სააწვებოდა, დასავლეთი არა, რუსეთის დედავატირე, ქართველები ნიჭიერები ვართ. და არავინ არ გაიდო თოხი მხარზე და არ წავიდა სათოხარში.
გადაირია ზვიადი და ბოლოს რუსებთან დაიწყო კავშირის გაბა, მაგრამ ამასთან უკვე არა, ეს უბრალოდ ამასთან საქმეს არ დავიჭერთ. ამიტომ აფრინეს ედიკა და მოსახლეობამ წამოიყვანა, ედიკა კი არ მოწონდათ. შიმშილობის გადარჩენისათვის რომ შუქიცა ყოფილიყო და რაღაცა ნელ-ნელა ედიკას მერე ედიკა რო ჩამოათრეს ეგ პერიოდი ძინერციით შიმშილობა მაინც მე მაგ პერიოდში წამოვედი მე. ხო, შუქი კი არ მოსულა. ედიკას პირველი პერიოდი, ესე იგი ვიდრე შევიდოდით 2001 წლამდე. არაფერი არ იყო, მათ საშინელება იყო. იმიტომ რომ ფული არ აქვს, არაფერი არ აქვს. მართალია, ისეთი ის არ არის, ხო, დაპირისპირება ნაციონალური არ გვიჭირავს, მაგრამ ფული არ აქვს. კუპონებით ვინას იყიდის, ხა თურქეთი რას მოყიდის კუპონებზე. ამიტომ დაიწყო ნელ-ნელად გადინება პირველი 90 წელი მერე ჩვენ წამოვედით და სააკაშვილი მოვიდა თუ რა ხალხი გავიდა გარეთ. აი ამ ისეთი პირობები შექმნა რომ გადით რა გარეთ. ტექნიკურად გააკეთეს, ხო არ გაგრეკავ. პირობებს შეგიქმნი ესეც. ხო რომ გაიძულო შენ ერთი შეგიყვან თამაში, საბანკო მაგან ეს გააკეთა თამაშმა, ვალებში აღმოჩნდები, წახვალ და შენ თავს გარედან მიხედავ. აქ შემოსული ვალუტით მე სახელმწიფოს გადავარჩენ და ხალხს. ამ ვალუტით უკვე თურქეთთან ყიდულობთ, ვამყარებთ კავშირს და რუსებთან. აბა გონიათ ახლა ლარით რამეს იყიდით? და აი ახლა რომ დააბრუნოთ ეგ ნაციონალი თქვენ რო გინათ. შიმშილობა დაიწყო. მე ერთ კვირას ვერ გაძლევთ. რატო იტყუებით? რა ცარიელი რა კარი ეს ხვის პორმალეზე ეროვნულობა. სხვამ გაჭამოს, სხვა გვასწავლოს რაჯობია ქართველობას. მაჭმევს თურქეთი გაუმარჯოს საქართველოს, მაგარია გაუმარჯოს ჩვენ რელიგიას, უსაქმურობის რელიგია. თუ მე შენ გეტყვი ბერები გამოყვებავს ხალხს, ეგეც კაი რამე იქნება. ეგეც პლუსი დაუწეროთ სამღვდელოებას თუ ამუშავებს ბერებს და აი ბიჭო, ამდენი ბერი რო ყავთ. ან საქონელი გაიჩინეთ, ან რამე და დააწყეთ მაღაზიაში ეს ის კი არ არის, სამარცხვინო კი არ არის, რომელიღაცა რელიგიის მოღვაწე დოვლად საწარმოებდეს და ქართველებს აძლევდეს. არა, შემოსავლის წყაროთ აქვს, ეგენის დოლარებზე არიან. ხალხი მაგებმაც გაყარეს. რა გამოვიდა? დაბეჭებული ერი, დამოკიდებული არის ჩასაცმელზე, საჭმელზე, უცხოეთსა და აგინებთ უცხოელს. გამოდიხარ და ყვერმილეს უსმენთ და გარემოში არ ახართ ეს რა ეროვნულობა საწვევა. გადახვეწილი საფრანგეთში, საფრანგეთი აჭმევს და საფრანგეთი აცმევს. ახლა ჩოხით ეგეც არ დადის. რო დადიოდეს ჩოხით და რაღაცა ჯოროხა მოშენებული ყავდეს და ქათამი კიდე ვიტყვი ეროვნულობას აგრძელებს საფრანგეთში მეთქი. აი ესეთი ხალხი ხო ცოტა კომიკური არის. თუ გადასარევი რა არის, იცი? რა არის ესე მოწამლული ადამიანი ამ სისულელეს რო უსმენთ? რო განხორციელდეს პრაქტიკაში, რა გეშველებათ? რამეს გააკეთებთ? თქვენი მარგი მოქმედების კოეფიციენტი იცით? რატო არ დარჩა? ძირითადად სოფლიდან მოსახლეობა არის ლტოლვილი საზღვარგარეთ სამუშაოზე. რატო არ დაიჭით სოფელში? იმიტომ რომ ძიმე იყო სამუშაო პირობები. და იქ გაცილებით მალე აიღებთ თანხას და ოჯახს გადაარჩენთ. ხო და ჯერ არავინ სოფელში არ გამდიდრებულა ადგილობრივი წარმოებით, თოხით და ბარით. არც ქათმების გამრავლებით, არც ძროხებით. გარედან შემოსული ფულით არის სასახლეები რო დაიდგით. გამიგეთ? ასე რომ ნუ წაიღეთ ტვინი ამ ეროვნულობით რა, გეყოფათ რა ესა რა. ცოტა ვიფიქროთ, ყველა გადახვეწილი ხართ საფრანგეთში. ძალიან ბევრი, ზოგი ფეხზე დააყენეს რა ავადმყოფები კაცო. მადლობა ღმერთს უთხრათ მადლობა რა. იმიტომ რომ დედამიწა არ არის მარტო ფრანგების და ქართველების, ჩვენია, ადამიანების. ხედავთ, აქ ღმერთმა ისე უშველა ქართველს და ისეთი პირობები შეიქმნა, რომ მან თქვენ არ მოკვდეთ, წადით საზღვარგარეთ. ხო და საზღვარგარეთ შიმშილით ჯერ არც ერთი ქართველი არ მომკვდარა. შიმშილით. კარგი ისე ჭამასმაზია ლაპარაკი, ან ქურდობაზე, ან ყაჩაღობაზე, ან 1000 არის. ჯერ მარტო ეს მანქანებით რო გატენეთ თბილისი. გიფიქრიათ საიდან არის რა? გიფიქრიათ, კითხვა დასვით რა. როგორ შემოედინება მან ამდენი ჯართი მანქანები. აი გაყრილი ხალხი, აი მანქანებს იაფად მათ იღებენ, შემოაქვთ, შეაკეთებენ და შემოტენიან მოსახლეობას. ისევ დასავლეთი არა მარტო გაჭმევთ, გაცმევთ, გატარებთ და გაკატავებთ. ყველაფერი დასავლეთიდან არ არის. გამაგებინეთ რა არის ეროვნული. ყვერმილეს აქვს ეროვნული ყვერები. რათ მინდა ესა? ეს გაუთავებელი ეს მიტინგობანა, მაგრები ვართ, ზვიადობა, ზვიადი და კოსტამან დაწოვას და დატოვა საქართველო. წავიდნენ.
გაგებაში არახაც სად არიან. და ეხლა ეგრო შემოგვუნდეს. რაღაცას ფანტასტიკაა, მაგრამ დაუშვათ ჩვენ თქვენ წარმოგიდგენიათ როგორ შიმშილით გაწყდებით და ჩაიკეტოს საზღვრები. იმიტომ რომ როცა შენ ეროვნულობას აწვევი, ყველა შენი მტერია, ამიტომ საზღვრები უნდა ჩაკეტო. ყველა მტერი იყო ზვიადის დროს. აბსოლუტურად აგინა ყველას და ყველაფერს. პიპინიასაც რო იცოდეთ აი ფილმში რო არის. ყველას ვაგინეოდა. პიპინია ხო ჩაღბიჭო შენ აგულის რეუნება. ხო ის თავისი მეგობარი, ლასელი. და ახლა ხო გადარჩა საქართველოს. ა შიმშილობა ხო არ არის საქართველოს. შიმშილობა კი არა, სკდებიან ჭამითო, ხო თქვა წარასამ გოჭები იღლიაში დარბიან სკდებიან ჭა და საერთოდ რიგები დგასო. წარმოიდგინეთ რა. რა მოთხოვნილებაა მოსახლეობაში გაუთავებელი ჭამასმა. ხო და ეს ოდნავშია გაანახევრე და დახოცავენ ერთმანეთს. მე მაგ სურათი ვნახე, როცა პურის რიგში 2 დღე მოხუცები იყვნენ. რატო იყვნენ 2 დღე? გამოცხებოდა მოცვიდებოდნენ ეს თოფიანი ხალხი. უკან ახრიდან შევიდოდნენ მაღაზიას, მეშოკებში ფულს წავა, ისევ გამოცხებოდა, კიდე მოცვიდებოდნენ და მეორე დღეს როგორც იქნა ხალხს ისენი რომ წაიღებდნენ, მე ამათი დრო დადგებოდა. არც ბავს ინდობდნენ, არც მოხუც ხალხს. ჩემი თვალით მაგალითად ნახი, უბნის მაგალითზე პურის მაღაზიაში, ღამეებს ათენებდნენ. იცით როგორი შიში წავიდა? ყაჩაღობამაც იმატა. დაგავიწყდათ. კი, მაგრამ ასაკოვანი, აი ტარასე ღმერთმა არ მოასწროს ესეთ მდგომარეობას პატარა იყო. მაგრამ ასაკოვანი ვინც არის? თქვენ დაგავიწყდათ ეგა? ყვერმილება ბავშვი იყო. ყვერმილე ხო არ მოსწრებია მაგას. არა 80-ში დაბადებული 40 წლის ახლა არის. აქედან უკვე 35 წელი გავიდა და 5-6 წელი ამან რა იცის საერთოდ? ეს ხო უსაქმურია. ამის აღიარებაც არ, აი ამდენი ხანია საზღვარგარეთ და ფულს ვერ აგროვებს ეს დებილი. იმიტომ რომ დებილი არის. არ უნდა მუშაობა, ისე აჭმებს საფრანგეთი. აბა წასულიყო თურქეთში. თურქეთში რატო არ არის? იქ არ შეიძლება იქიდან მოყვე ეს ეროვნული რაღაც სისულელეები? იქ უნდა იმუშაო, იქ არავინ არის თურქი არ შეგინახავს. თურქეთის სახელმწიფო არ გაჭმევს, არ გასმევს. იქ არ არის ისეთი ადგილი მიხვიდე და აბა საჭმელები მომეცი. აი ეს ყვერმილი, იმიტომ არის საფრანგეთში. ესეც ყველა მიცოდეთ, თქვენ საწყლებო თქვენა. ხო, მაგრამ ხლა ღმერთი ხო ამ დებილს არ უსმენს. თუ ძალიანაც გინდათ, ისევ დადგებდე ეგდრო. მე ვნახოთ მარკეტში ახლა რო სკდებით, დადიხართ ბევრი და ჭამთ და სვამ და საზღვარგეთაც მივშვიტინობთ, მოვშვიტინობთ. ხო, როგორც გინდათ, გავარდებით, შემოვარდებით, ხან ტურისტულად ეს რო ჩაიკეტება მანდარ. რას გააკეთებთ? ასე რომ ბელორუსიის ჩაკეტვა გამოიწვია იმან რომ იქ ყველაფრის რაღაცა გარკვეულად ეს და სწორიც იყო პრინციპში ამ ეტაპზე, მაგრამ ამ თქვა დარჩებიან ეგენი. ხალხი არ შიმშილობს ბელორუსიაში. არ არის ეგ, მაგას გავიგებთ. არანაირად. უბრალოდ ნაცრისფერი ცხოვრებაა რა. საჭმელი პირველად დანიშნულები ყველა აქვთ. დასაცმელიც აქვთ. ამიტომ არ ჭირდება დასავლეთი მაგას. ჩვენ დასავლეთი რისთვის გვინდოდა? შიშისგან გავხდით მედასავლეთეები. აი, მე და მართლაც ცესხები წამოვიდა. შემოვიდა პატარა ინვესტიცია. ჩვენი ხალხიც გაუშვეს. მერე ცოტა ვიზებიც გაუხსნეს. ესეც მაგარი შეღავასად იყო ვიზა ლიბერალიზაცია. ეს ხო ვიცით რატო გააკეთა? რომ შიმშილობა არ ყოფილიყო სა. ხო და ხო გადავრჩით. აი ახლა ისე გავმედიდურდით, რომ დასავლეთს ვაგინებთ. აი ახლა იწყება ჩვენი უბედურება გონი. თუ ჭკვას არ მოუხმეთ. დასავლეთის გენებას ხო ვიწყებთ? ეროვნული რაღაცები ხო ვითომ ღორძინდება. თან კიდე გამოყენებულია ტრამპი. თქვენ გონია ტრამპი ეროვნულობას აწვება? ეგ არის სისულელე. ამერიკელი იდეა სხვა რამე არის. ამერიკელი არის ყველა ის, ვინც დაიბადა ამერიკაში განსხვავებით სხვადასხვა ეროვნებისა. ის არის ამერიკული იდეასთან ვინც არის, ის არის ამერიკელი. ეს ნაციონალური გაგება არა აქვს ამერიკელს. იდეის გაგება აქვს. და ეს უნდა ვიცოდეთ რა არის ამერიკული იდეა. ხო, აზრი ესე ამერიკა რა არის ეს, საიდან მოვიდა რა თეორიული წანამძღვრები აქვს. და საქართველოს ეს წმინდა დააღიარებს ქართველობას. ქართველი არის, მაგრამ ეს ამიტომ არის ნაციზმი. მაგრამ როგორი ნაციზმი, ჩაჩუტ არაფერი ვერ შეუძლია. და ამით როგორ უნდა ჭამოთ პური მეორე გავიგე. დააჯექით ახლა და სხვისი საასმელებითა და სხვისი საჭმელებით ერთმანეთი ვაქოთ რა მაგრები ვარ ჩვენი წინაპრები. დილიდან საღამომდე სკოდებით და ტანსაცმელიც გადახედეთ რა გაქვთ ახლა ქართული წარმოება. ყველაფერი თურქეთიდან შემოდის
თურქეთთან არის რესურსები, ნაჭრები, თუ რამეა, იქ ფორმებიც იქიდან არის, პოლიციის. აი რა გვაქვს გაგვაგებინე, პატარა რაღაცა კუსტარული რაღაცებს აკეთებთ. რა, ნახევარ ფაბრიკატებზე ხართ. სურსათი გარედან შემოდის. მან ახლა ეგეც თუ არ შეგიძლიათ მოამზადო, სურსათი მოგიტანეთ და ჭამაც გაკეთებაც არ შეგიძლიათ, კაცო? იტყვის დასავლეთელი. აღარ გიგზავნიან. რა ახლა პურს ვერ გამოაცხო, ხორბალს გიგზავნი და პური გამოგიგზავნა მანდამის გაკეთებული, უფრო ძვირი იქნება. ხო, გაცილებით ძვირი იქნება გამომწვარი პურით როგორ ამარაგებდეს რუსეთი. იმიტომ შრომაში და ცხოვრდება ფული. აი მარცვლეული ნაკლები შენ უნდა დაფქვა, შენ უნდა ეს ნართლეული იქნება თუ დაფქვილიც კიდე, ფქვილი, შენ უნდა გამოაცხო. მათ. ხო, ხედავთ? აი შიმშილობას გადაურჩა საქართველოს. სააკაშვილის დრო შიმშილობა იყო. შიში იყო, მე ძალიან ძლიერი შიში ამოთა. აღარავინ აღარ ჭამდა ბალახს. თვით ის რუვინცი ძახდა. ბალახს შევჭამთო, ეს რა ქვია, ეს ნათაძე გადაუდგა გამსახურდიას და დაუპირისპირდა. რომელიც ერთად იყვნენ. იცით რატომ? იმიტომ რომ შეეშინდა და როცა უკვე გამსახურდიას აგვირა დედიკა ჩამოვიდა, ეს ხალხმა მოიმატა წონაში რო იცოდეთ. გახარებულები ჭამდნენ, სვამდნენ, დროს ატარებდნენ. და მოსახლეობა კიდე რა დღეში ყავდათ? ძარცვაგლეჯვა წავიდა. ხო, როგორ ინახავდა ადამიანი თავის სხვა წართვი და შენ მქონდეს. ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ამიტომ სააკაშვილის მოსვლის მერე ნელ-ნელა დაიწყო მოწოდება, შუქები, თბილისი გაბდღიალდა. ეხლა ელექტროენერგიის პრობლემა არ არსებობს. თუ რაღაცა მიყრული სოფელი არ არის. ქალაქი განათდა, ისე რომ ტორონტო არ არის ესე განათებული. აი ეს ხარჯია. ახლა ეს ეროვნულმა მან აზრებმა გააკეთა? ეროვნულობამ გააკეთა, ეგ აყურმილემა თუ შუქი? თუ საფლავიდან კოსტავმა გაგინათათ. დასავლეთმა გააკეთა და იმ ხალხის დამსახურება, ვინც დასავლეთში მოსამსახურებად მუშაობენ, იმიტომ რომ მათ შემოაქვთ ფული. 3 მილიარდი ვალუტა შემოდის, ლარები კი არა. და ეს კი რო ატრიალებ უკვე რამენაირად თუ გავაფართოებთ, კარგია და გარკვეული დიდი რაოდენობის ადამიანები ძალიან მაგრად ცხოვრობენ. აი ძალიან მაგრად ცხოვრობენ რა. კი არ ცხოვრობენ, ძალიან მაგრად ცხოვრობენ. სასახლეები გადატვირთული ამ ავეჯებით, მანქანებით გადატვირთულია თბილისი. გორშიდაც არის, ბათუმშიც. მაგრამ არ გამოურიცხავთ, რომ ცოტა სიღარიბეც არის, მაგრამ მაღალმთიან რეგიონებში. თუმცა ყველაზე ვერ ვიტყვით ამას. იქაც არიან თავისებურად ბობოლა ტიპები, საიდანაც დასავლეთიდან რო ამარაგებენ. ამიტომ პირველი მოთხოვნილება საქართველოს იყო მოსახლეობის გადინება საზღვარგარეთ. ეს მთავრობას კი არ გაურეკია. ობიექტურმა პირობებმა აიძულა, რომელი მთავრობას უნდა ახლა ხალხი გარეკოს გარეთ. აი, იმიტომ სამკითხვას, რა უნდა გავაკეთოთ საქართველოში? აი, როგორ უნდა ვიმუშაოთ? ქალაქი კარგი, მძიმე მერეწო ქარხნები. სოფელი მიწაზეა, ხო? ბაღჩეული, პოსტნეული და მესაქონლეობა. მე ამის გამკეთებელი ვინ არის? იცით რა ჯოჯოხეთური შრომაა სოფლის მეურნეობა? ხო და აი ეს ხალხი, ვინც გასულია, ხო მძიმე შრომაა. სოფელში რო დარჩენილიყო ლია და ისინი, ეს ძროხას მოულითა. აი გაწამდებოდა. ბალახი არა, არაფერი არა. ხო გითხრა ქალბატონო მალალე. ქალი არის საქართველოში დაბადებული, უმაღლეს განათლებით. რა დღეში ჩააგდო პირობებმა. ჯერ ერთი რაც მოიწია ვერ გაყიდა. რაც მოიწია, უკვე შიმშილობის ზღვარზე დადგა ოჯახი. ქალი ტიროდა. ხედავ, ნებართა მღვდლისგან აიღო, მღვდელმაც მისცა პირობა წადი. ოჯახი გადაერჩინა. რა გიჟი იყო ფუფუნებისთვის წავიდა? კი, 2 კაპიკით ახლა სახლი თუ აშინა, წავართვათ? რა არო? რაღაცა 2 ოთახი. ეს რა სალაპარაკოა? გააწყდა ქალი წელში მუშაობით. რათა ოჯახი გადაერჩინა და მისი შემოსული თანხებით, ოჯახი კი არ გადარჩა მარტო. მისი შემოსული თანხები მთავრობასაც გამოაცხა, ვალუტა შედის, ამით მე სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობაში სასმელი იყოს. და მაგ ბიზნესით თათებში თვითონ არიან მარკეტები და გადი გამოდი. ხდებით? ასე გადარჩა საქართველოს შიმშილობას. ხო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ჩაიგე. ეროვნულობით შიმშილობა დაიწყო. კიდევ მეორე. რა უნდა გავაკეთოთ? ქართველის მუშაობა არ გაიშვა რა. ქართველმა სად უნდა იმუშაოს, კაცო? სად?
თუ შენ მუშაობ, სხვა მოვა წაგართმევს, მოგპარავს. ხო, ქათამს მოაშენებ, სხვა ზარმაცია დაგეტაკება, ის დაკლავს ის შეჭამს. მეგობრებო. კარგად არ ვიცით ჩვენი ფსიქოლოგია. ამას რო ვიძახი, დამეტაკებით აქა და ცხენოდეთ მაინც. კიდევ ვიმეორებ, გაცმევთ სხვა, გაჭმევთ სხვა. ამიგეთ, გასმევთ სხვაც კიდე. ხო იცახით მაგარია ჩვენი ღინო. ეს მარტო ჯოგისთვის. გატენილია მაღაზე უცხოური ვესკებითა და სასმელებით. რატო ყიდულობთ მაგას? ხო ყიდულობს გარკვეული ფენა, ვისაც მაგარი ელიტარული. აი ხედავთ? ასე რომ ეროვნულობით თქვენ შორს ვერ წახვალთ. თორე ეს არის სისულელე, ცარიელი სიტყვებია. არავინ არაფერს არ აკეთებს. თორე დამიმტკიცე რომ ქართველობით შენ გამოკვება შეგიძლია შენი ერისა და ჩაცმაც. მაშინ აგერ ჩემი თავი და თქვენი ქვა ხეთქეთ თავში. გავიარეთ ეგა, გავიარეთ. იქ ვნახე ქართველი რა ვიკინგარა იყო. და რო ვიძახთი მაგას არ აღწხვენიათ რა სიპარავთ, როგორ იპარავთ, რო გაი ადარ ვიყავი მაგ დროს, ღმერთმა ეგეც მომასწრო. და მერე წამომიყვანა. ამიტომ არ გამაგონოთ რა ეროვნულობა, არ გამაგონოთ ეგა. ამის დაუძინებელი მტერი ვარ. და არც თუ უსაფუძვლოდ. ქართველობა კი არა, შენ ადამიანი მინდა იყო. ქართველი, რით ახარ უპირატესო? მე რა იცი რომ ქართველი ხარ? რა იცი რომ გვარი არა გადაკეთებული? და რამდენი ესეთი გვარგადაკეთებული სომეხი, ოსი, ჩექეზი, ჩეჩენი, რა წაიღეთ წვინი ამ თქვენ ქართველობით? რას მიკეთებ? მე ადამიანს ვეძებ და ბერძენს კი არ ეძებ და დიოგენე ფანრითო დადიოდა, ადამიანს ვეძებო დღისით მზისით. იქ ბერძენს არ ეძებდა. ჩვენ კიდე ვერ გავწვით ამ ყვერმილეიზმს. ვერაფრით ვერ გავწვით. და აკებენ და კი არ დაიხედავენ. დაიხედე ხანდახან რა გაცვია, რა საჭამ. რა ეროვნული ხარ? ეროვნული ჯროხები მოაშენე, ეროვნული ქათმები გყავს თუ ეროვნული რძედაყველი გაქვს, ხამის დედავატირე რა. როგორც სიტყვა ახალი ნიშო. ხო, ბელორუსიასთან შედარება ამ ხრევ ვიცით როგორ არის, რა არის. არ გამოვა ისინი ჩაკეტილი არის, ჩვენ სწრაფად იმიტომ გადავედით, მაგრამ გადავრჩით ფიზიკურად. ახლა გვინდა ამის დარეგულირება და არა ისე იზოლაციონიზმი და არავითარი რაღაცა სისულელეები და საერთოდ. არ გვინდა ახლა ნამეტანი გავიბერეთ. იცით იმ შიმშილობის პერიოდში არავინ არ იყო ანტირუსულში, რო იცოდეთ. ანტირუსულს არავინ არ იძახდა. პირიქით. უკვე ანტიქართული დაიჭირა ყველა. შიმში კუჭი ისეთი რამეა. სუდა გავიწყებს ყველაფერს რა. აი ახლა გასუქთნენ, მოჩიტდნენ და აი იცით რა არის? იმასთანაც უნდა ვიყოთ, ამასთანაც უნდა ვიყოთ, თანხმოვარების პესნები. ეს ბოჭკა კაცი. რისი გამკეთებელი ხარ მე ამის დედავატირე რა. ყველა მსოფელი რომ მიატოვეთ, რატომ მიატოვეთ? მთელი ქალაქი სავსეა სოფლელებით. სოფელი ხო აუცილებელია. სოფელი ხო ტკბილია მართლა. სოფლელიშიდაც ადამიანები არ ცხოვრობენ. ხო და რატო ტოვებთ მაგ ადგილებს? რატო? გაუსაძლისი პირობების გამო. ძნელი ამ ეტაპზე დავამუშაოთ მიწა, რომელიც მიწას აღარ არის. მოგდა მიწა. ქიმიის გარეშე არაფერი არ მოდის. ქიმიას ფული უნდა. ხო, ასე რომ იული ცხოვრების გზას დავადექით ქართველები და სესხით ცხოვრობთ საქართველო. და საწყალი გასტარბაიტერების და თანქალების. და იცით რას გეტყვით? ხანდახან მთავრობამ მადლობა მაინც გადაუხადოს იმ ხალხს, ფულს რო უგზავნის მათ. და ესენი ამას არ შეეშვებიან, იმიტომ რომ თვითონ მთავრობაც მაღაზეზეს. დამსახურდებს მთავრობა, რატომ იყო ისა? გაუბედურებული. ხალხი დასაყრდენი აყავდა, ფული არც აიდან არ აქვს, არაფერი არ აქვს, საწყალი. პოეზიით ახლა რა უნდა, პოეზიით რა, ლექსებით როგორ გამოვიყვებო ახლა? რო შეყარა ლექსები პარლამენტში კომუნისტებთან. დედა რა აურზაური იყო, მე ესეთი ბარდაგი არ მინახავს. ყვერმილეს ღმერთმა არ მოასწორე, არ უნახია, ბავშვი იყო. დებილია ეგა. 11 წლის იყო მაგ დროს. 11 წლის ბავშვი რა მოეკითხება? გაგებაში არ არის. სამაგერო წამოიზარდა და ეროვნული მოღვაწეობაში აგერ გამსახურე იმის სააკაშვილის რეჟიმში ემსახურებოდა სააკაშვილს. ნაცების დროს იყო იგი ჯარში. ასე რომ ახლა ამას აგინებს. ეროვნულობა უნდა. წამოდე მე საქართველოში. შეყარე ეროვნული ხალხი. ათალეთ ეროვნული თოხები, ბარები, ძროხები. მაგას რა ჯობია? დაგვიმტკიცეთ. დაგვიმტკიცეთ რომ მაგრები ხართ. არაფერი არ გამა. ყველა გაიყარა გარეთ და სხვისას ჭამეს სვამი და ეროვნულობენ. რა კარგია რა საფრანგეთში გააძღები, ჩაიცმე, დაადიხარ ავტობუსში შეინով,
მერე დაიჭერე ამ რაღაცა მობილურს და გაყოფ ლოყებია ლოყებს და ყვევის ღაპრებს და ჯიგარი ხარ ერმილე დაგიმარჯოს ერმილე რა ის შენაირი კაცი უნდა საქართველოს ჩამოი მერე აგე ბიჭო რა დებილები ხართ მე ამის დედავტერებ გიждები რა უმადურიერი ხართ ისე რა ერთი სიტყვა არ ვქვია რა საფრანგეთზე იცი რა საფრანგო კულტურაზე და თან სევდა რომ რა ვართ შენ ესეთი და არანაირი კრიტიკა ქართველებს იმიტომ ამან რო კრიტიკა დაიყოს ქართველებს ამას უ დედას აგინებენ ეს ხო კაცი არ არის ეს ლაჩარი არის ამან რა იცის რა არის ან ეროვნულობა ან ადამიანობა აი აფელი არის დებილი არის თავის მაგერეთ ეგ რო შეხედავ გოგრაკ რა ამ საწოდავს ამას რა და აი ესეთი ხალხი ახლა 30 მარტს რო აპირებენ მარტია ხო დაიწყო და დიდი ეროვნული შეკრება ჯაბუგაშვილი ეს უსაქმური ესაა ამას ის მაინც ლაპარაკობდეს ვისაც ფერმა აქვს ძროხები მოაშენა ქათმები აქვს ფაბრიკა რაღაცა და გენაცვალე რა ვიტყვი რა ხმას არ ამოვიღებ არა რა ქვამესროლე ხმას არ ამოვიღებ უსაქმური ქალაქში რო ჩამოხვედი დაჯექი და ეროვნულობ არ გცხვენია ეროვნული ბიჭო ვასაძეს არ უჭირავს არა ეროვნული ვასაძე არის ფერმა აქვს მესაქონლეო რა პირველი რაც გააკეთა ფული როგორ გავაკეთე სკოლა და არაფერი წარმოება 0 რა საკეთებს ვასაძე გაიქცა მიატოვა ხალხი ეროვნული ხალხი მიატოვა ვასაძე გაგიждებით რა ყვერმაც მიატოვა ყვერმილებაც მიატოვა იქიდან ვასაძე დამალულია ის ქემაინც ზაპრებით ყვებავს კიდე უსაქმურები ესენი ვასაძემ თავის ოჯახს მაინც მიხედა 8 შვილი ყავს და შესანახია არ გინდათ ამხელა ხალხი ამხელა ნათესავება მერე სიძეები გათხოვება დაკო ამხელა ის აქ ტვირთი ვასაძეს არ გინდა ყველას დაუნაწილოს ქონება და მოპოვებული როგორ არის ფაბრიკა ქარხნებიდან არ არის ასე რომ ხლემ მაგის იმას არ შეუდგები არ მაინტერესებს უბრალოდ აი ცარიელი ეროვნულობა ლექსებს სუფრაზე ყაბალახით ვასაძეც იძახის ეგრგოლიც არის ჩაწერილი აგარი პურმარელია და აი აქ ქართულ შენ გენაცვალე რა რა გაგიკეთებია მე ამის დედავატირე სოფელი სოფელს არ აგავს ქალაქი ქალაქს არ აგავს გაველურებულია ხალხი რა წაიღეთ ტვინდა თუ ოდნავ შიმშილით არ ყოდებით ესეც საზღვარგრეთის დამსახურება და იმ ადამიანებისა ვინც სათავეში მოვიდა და ეროვნულობას არ აწვევა არც სააკაშვილი აწვებოდა არც ედიკა სააკაშვილი საერთოდ არ აწვებოდა და არც ქოცები აწვება ეროვნულობას აი იმიტომ არ არის საქართველოში შიმშილობა აი როგორც კი ეგ შეიცვლება ეროვნულობით იმავე წუთში დაბნელდება საქართველო და თუ გაასწარით ხომ კარგია ხო შეიძლება ჩაკეტონ აი მე გაწყდებით ფშიერი არ შეიძლება ყველაფერი შეიძლება მოხდეს როგორც გალაქტიონი ტყოდა თამთა შეხვდეს ზერტეს იქით მოხდეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ შეხედულებიდან არ გაუშვათ ეგა ძალიან გაამაყდა ქართველიერი ევროპული ტანსაცმელითა და ევროპული მანქანებითა და გაასკოდომით უკვე როგორ არის იცი დავიდა სიძულვილი გაიყვნენ ორი მოპირდაპირე მოძულე ხალხი ერთ დასავლეთის სიძულვილი აქვს მეორეს რუსეთის და რა დარჩა ეროვნულობა ხო და ეს ეროვნული სიყვარული გაიზარდა თქვენ ნახეთ თუ არ განმეორდება 91-12-13 წლები მაგრამ არავინ აღარაფერს აღარ მოგაწოდეთ თქვენ ოღონდ ვალუტა გინდა აბა გონიათ ახლა მუქთად გაძლევთ რუსის საჭმელს ან ნავთობს ყველაფერს ვალუტა უნდა თქვენ ის დააფურთხე ლარც რო დახედავთ დააფურთხე და გადააგდე არაფერი არ არის აბსოლუტურად არაფერი მაგის უკვე არაფერი არ არის ეს უბრალოდ არის ვალუტის ამომღები საშუალება არ ეგ საერთოდ არაფერს არ საქართველოშიც კი მალე მთელი რიგი საკითხებში ლარზე არაფერი არ იყიდება უკვე აი ეროვნული ყვეროვნულის გასაგებად ყვერმილეს გასაგებად ეგ არ დაფიქრებულა ამაზე არ ფიქრობს ეგ ხო შიმშილობასთან ჯერ არ მისულა მაგი ტიტული არ დადის ჯერ ეს დებილი ესა ან არ იცის რა გავიარეთ ჩვენ ხო აი რა გავიარეთ ჩვენ 2-3 დღე სახში პური არ მქონდა ამ დებილმა ეგეც არ იცის და რაღაცა პურის ქარხნიდან ერთი სტუდენტი საწყალი აი ის მოდიოდა რომ პური მოეტანა ჩვენთვის გამიგეთ და დიდად კი არ გვაწუხებდა ახლა მე ეს იცით იმიტომ რომ რიგში დგომის დედავატერი არ მინდა მეთქი რა მოვედი არ მინდა რა დაგული ამერია რა რაც არის უყუროთ შეჭამთ რა თმე და მაგის გავძლებთ ნუ
მართლაც ახლა ჩიმშილით ხوار მომკვდარ ვართ. ღვთისწყალობით. მე რაღაცა ნაკვეთი ქონდა მამაჩემს რაღაცა ძროხაც ყავდა ის კიდე რაღაცა საწყალი ფოხიალობდა იქ სიმინდი რაღაცა და იყო ჭადი და რაღაცა. თბილისში წარმოიდგინეთ. ეს ყვერმილემ გაიარა ეგ ამ დებილმა მან. ეროვნული დროშით რო დადეს ეს დებილი ესა. პირველ რიგში ადამიანების ჩაცმა ჭამა უნდა. და მერე არის კულტურა და მერე არის რაღაცა და რა სიცავ, რაც არის რა მამულს იცავ, როცა მამული არ აგაქვს ჩეჩემისა. რას იცავთ? რა ჯარიმო აგიდგათ. დაცვა იმას უნდა რაც გაგაჩნიათ. სიმდიდრე გაქვთ რამე და იმას იცავთ თუ რა? რაც აგაქვთ იმას ერთი დაეპატრონება და თვითონ შეიხვილიპებს. ეხ, ჩემო კარგებო რა. ღმერთმა არ აქვს რას აღორძინდეს ის სისულელე, რომელიც სისულელემაც საქართველოს თლიანად ველურად აქცია და ერთმანეთს აღარ იმტობდნენ. ახლა რო ხართ მშვენივრად, გულაობთ. მთელი სოფელი იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ეცოდე, რაღაცა მაინც ისწავლეთ, კაცო. გაადამიანდით მაინც უცხოეთში. ბევრი მართლა გაადამიანდა. და შენ ახლა საქართველოს სადღეგრძელოებს საფრანგეთთან მეუბნები, არა აქვს ხვენია, კაცო. გაადამიანდით, ევროპიდან ცოტა ის დავფიქრდეთ და ვასწავლოთ ველურებს, ვინც დავტოვეთ იქ თუ არის ველურები. ევროპიდან რაღაცა ცნობიერება შემოვიტანოთ. წესიერი ცხოვრება ვასწავლოთ, კანონიერი და მთავრობაც მოვლენ ისეთი, რომლებიც დაიცავენ ამას. ახლა კი ყაჩაღებია სათავეში. ჩვენ გავაყაჩაღეთ. ამიგეთ და აი ეს მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა გაცილებით უკეთესია ვიდრე ზვიადის დროს. ზვიადის დროს საჭმელი არ იყო. აბსოლუტურად უბანში ყველა გასტრონომი დაცარიელებული იყო. თუ გატყუებდეთ რა ვიცი ხა დილ არ გამითენდეს. ესე იგი ისეთი რაღაცაც აიღეს და აცარიელეს, რომელსაც საერთოდ არ ეკარებოდა არავინ. ზღვის კომბოსტო. იმაში კონსერვში. გაქრა რა. იცი რა გემრიელად ჭამდა პიროვნებას რო შევასწარი. რა შეჭამეთქი, რა დღეს მოვესარი, აი ამას ჭამ, რა კარგი რამეო რა. ზღვის კაპუსტა. ხო კომბოსტო. ეწლობითო. ინეკარებოდა იმეებს, კონსერვებს. იცი რა დაცოულობა იყო? ყვერმელე არ იცი შენ რა იყო, ეს დებილი ესა. ამას გონია, იცით რა, საქართველოს სწორედ ეროვნულმა სისულელებმა კინაღამ დააქცია თორე. მერე და მერე წამოგვაყენა ჩვენ არაეროვნულობამ და არამედ რაღაცა ევროპასთან ცოტა სიახლოვე, ცოტა დავაჯერეთ ევროპა და სესხები გაიმეტა. დავაჯერეთ, რომ ევროპელები ვართ. ეხლა კი გონი ეს ხარახურა ხალხი რაღაც არ მაწყობს. მოგთხოვენ მაგ სესხებს ეგერ თუ უკრაინას ხოს ტრამპი ჩვენ არ მოგთხოვენ გონიათ? რა ხელაა ჩვენი საგარეუვალი? და ვისი ვალი გვაქვს? მოგთხოვენ რას? ადგილს მოგთხოვენ. მერე გვეტყვიან, იცი რა, იჯარით ეს მომეცი. მან ჩვენი ხალხი უნდა შემოვიდეს. ვარს ეტყვით? ვერა. ხო და უშუალოს ყვერმილემ ახლა ესეთ საქართველოს. ეს დებილი ესა. ჯერ მოდით ვთქვათ ის არაფერს არ წარმოადგენს. აი არც ინტელექტუალურად, არც არაფერს არ წარმოადგენს. ეს არის ყველანაირად ღატაკი. ინტელექტუალურად, სულიერად და ფიზიკურად და მატერიალურად. ფულსაც კი არ აკეთებს, რომ საქართველოში გაუგზავნოს ახლობლებს და ამით დაამტკიცოს, რომ ქართველები უყალს. ეს დებილი ესა. 5 საათი მაინც იმუშავე, ფული აიღე და გაუგზავნე რა იმეებს ის რო გისმენენ, ამ სისულელეს რო ისმენენ. დებილები ესენი რა. შეიძლება დაწყნარებულად ვილაპარაკო ისეთ თემებზე, რომელიც ცოტა ემოციური არის ეს თემები, გამიგეთ? მაგრამ არ გვეხება ისეთ დონეზე, რომ არიქა ჭკუა დავკარგოთ და წყობილებიდან გამოვიდეთ. კარგით. თუ სათქმელი არ აქვს, დაგემშვიდობებით და ყველაფერს კარგად გისურვებთ. დროებით, ხვალამდე ჩემო კარგებო.